სამშობლო არის რამე რაც დაგჭა სათქმელი დედასთვის იქნებ ნახოს. რა. ფილმისთვის მოემზადეს. ანუ სარკე არ გააქვს? ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის, რატო გაჟღერდა ის, რომ პროფილის დახმარებით მოხდა მამის მოძიება. კუნთმაგარი დაგონება? რამოს ნოზოზე? რა ვიცი, ხამას რა მოყვება, მაგრამ იყო ესეთი მზია გელაშვილი, რომელიც იყო შეიძლება ის ლეზგინკას კუთხე მოითხაროს იქეთ არა? გარდა ამისა იყო მარისა წიფურია, ეს თქაბოტონი, რომელიც ახლა არის კანადაში. ო, ის ადამიანების სახელების დაასახელად ამუნამ თუ რამე პრეტენზია გექნებათ პოდკასტთან, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ღია ეთერი თამუნასთან ერთად. მობრძანდი დიდი სიამოვნებით. აი რომ წამიყვანეს მე იტირე? აი მინდოდა რომ ესენი მეკითხა. დიდი ბოდიში გაიხსენეთ ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი ბატონო? სოდექთი რა ხარ? უკვე ქალწული. სამი კაცი თუ ბირჟა, სამი კაცის ერთად დგომა უკვე არის შეიძლება გახდეს სისხლის დანაშაული. კიდე კაი რომ მასთან არ გავიზარდე, იმიტომ რომ მე იმ ხელას სიყვარული მე ვიღე ჩემი ახსენების პრობლემის მხრიდან, ეს გახოცები თავიდან კვიკუდეჩას. ეთქობინე ცოდვა აქ რომ აქ ხაწყობს საქმეებს რომ ზემოთ უფალთან რაღაცები გამოვიდეს, მაგრამ ვერ ხვდება რომ იქ ქოცები არ არიან. ხარ გაშულებდი ერთ ორს. იცი რა, კი. მოგესალმებით ძვირფასო YouTube მაყურებლებო და მსმენელებო, ეთერშია პოდკასტი ეკლექტიკას საიუბილეო მე-20 ეპიზოდი. გამარჯობა. სამშობლო ინგა გრიგოლიასავით რომ დავიწყეთ გამარჯობა ბოლოში. რაღაც გახსოვს? არა. ჩვენს ბავშვობაში, ну, როგორც ჩანს ჩემში შეში არა, იყო გადაცემა რეაქცია და ესეთი დასაწყისი ჰქონდა, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და ბოლოს გამარჯობა. აღონ ეს ძალიან დიდხანს გრძელდებოდა წუთზე მეტი. აკეზე გადავებთ. მე ბავშვობიდან მახსოვს ინგა გრიგოლიასის შესავალი, სადაც ყვება ამერიკანიზაციაზე. ჰამბურგერი თუ კატლეტი და პური, სანტა-კლაუსი თუ თოვლის პაპა. აი, მახსოვს ერთადერთი და ინტერვიუ ბედუქიცესთან. ისე რართულია ჟურნალისტის ცხოვრება, ერთხელ ჩაიცვლი და მთელი ცხოვრება შეიძლება ეგ ახსოვდეთ. და შეიძლება ბევრი კარგი გააკეთო, მაგრამ ეგ არ დაახსოვდებათ ნამდვილად. ხო. მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვემახსოვრება, რომელი ერთი თემით უნდა დავიწყო, არ ვიცი, მაგრამ განათლებაზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ რატომღაც ნიუსებიც მრავლად არის. გუშინ რაზეც ვლაპარაკობდით, ხვალ შეიძლება უკვე დაძველებული ამბავი იყოს, მაგრამ ეხა ბოლო ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი, რაც დაანონსეს, ჯერ ინიციატივა და არ ვიცი შეიტანენ თუ არა, მაგრამ არის ის, რომ ყველა სკოლამ უნდა ისწავლოს ერთი წიგნით. მარტო წიგნი არაფერს არ ნიშნავს, თუ მასწავლებელიც არ იქნება მომზადებული, იმიტომ რომ მე ზუსტად მახსოვს, რომ კარგი წიგნები მქონდა ისტორიაშიც, ენაშიც და ლიტერატურაშიც, მაგრამ ერთმა ჩემი ქართულის მასწავლებელმა რაც გალაქტიონს უქნა, ეგ არის დანაშაული და მაგის გამო ჩემი ეზრით უნდა დასჯილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ალბათ ეხლა კიდე ასწავლი სადღაც და ისე როგორც ასწავლეს 80-იან წლებში დაწერილი, რომ ზედმეტი აზრი ბავშვს არ ქონდეს რაღაც განსხვავებული და ის არის შეცდომა. აი, ყველაზე მეტად ეს ამაზე მეშლება ნერვები, რომ ისე ვიფრუნდებით, რომ არსებობდეს აზრები, სწორი, არასწორი და რაღაცა ჩემი ინდივიდუალური ხასიათი და დამოკიდებულება კონკრეტული დაწარმოების თუ ამბის მიმართ, რაც ბავშვის ირგვლივ ხდება, იყოს რაღაცა ჩარჩოში მოქცეული, რომ ეს კი სწორია და ეს არასწორია. ხო, ამ განათლების რეფორმის გარშემო იმდენი ვილაპარაკეთ შენობების დაწყებული ყველაფერზე ვიმშელეთ, რომ ნელ-ნელა უარეს და უარეს გვაწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კარგი ის არის, რომ ეს მე-12 კლასი ზოგ შემთხვევაში არჩევითაც შეიძლება დაარჩეს, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, ისაც იმდენ მიზეზი აქვს და ქოცების ჩარცხვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლებოდა ეს განათლების დეფორმად წოდებული რაღაცა უაზრობა გამხდარიყო. აი ეს წიგნი, ხო, ანუ ეს არის საბჭოთა მოდელი, ჩვეულებრივი, როცა იყო ერთი წიგნი და ერთი აზრი და ადამიანები ხდებოდნენ რაღაცა მართვადი ინსტრუმენტი სკოლებიდანვე, რომ რაღაცა ერთი აზრის გარშემო გაერთიანებული მასა უნდა ყოფილიყო და არა კრიტიკულად განწყობილი თავისუფალი საზოგადოება, ანუ ეგ არის რა, ხო, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას გიდებენ, რომელიც გინდა არ გინდა უნდა მიიღო ჭეშმარიტება. ხო, არ ექვემდებარება, თითქოს ეს არის სწორი და აი საბჭოთა კავშირის დროს ვინც სწავლობდა, ეგენი კარგად იხსენებენ, რომ ანუ საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც, რომელიც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყვნენ, ერთ ისტორიას სწავლობდნენ და შეიძლება ნაკლისის სახით საქართველოს ისტორია ყოფილიყო კვირაში ერთხელ 1 საათით თუ რაღაც. ისიც კარგ შემთხვევაში. და ისიც ღმერთმაინცის რა ეწერა იქ და როგორ იყო წარმოჩენილი ესა თუ ის ქვეყანა მარტო საქართველოს არ ეხება, სხვა ქვეყნების შემთხვევაში ეგ იყო. ეგრე დაიკარგა ქართული ისტორია და არ ვიცი, აზრები და დამოკიდებულებები ქართველობაზე და ეხლა რომ რაღაცა ქართველის რაღაც ხატავენ, ხაც რო ესეთი იყო, შეიძლება
რეალურად ძალიან განსხვავებული ყოფილიყო ჩვენი ბიოლოგიური საწყისებიდან. იმიტომ რომ ეგ საბჭოთა ადამიანია რა. საბჭოთა ადამიანი და ქართული ადამიანი განსხვავდება ძალიან ერთმანეთისგან. კი, და მაგას კიდე ხელს შეუწყობს ის, რომ წინა პლანზე წევენ რაღაცნაირად რელიგიური და სამხედრო საკითხების სწავლებას და ეს რაღაცნაირად მოახდენს სკოლებშივე ბავშვების აზროვნების მილიტარიზებას ერთი მიმართულებით, კონკრეტული მიმართულებით და შეიძლება იმ მიმართულებითაც რომ რუსეთი ჩვენი მტერი არ არის, როგორც აწყობთ იმ მიმართულებით და რაღაცა რელიგიურ კვანტს ქმნის, რომელიც სრულად არღვევს მე ნეიტრალიტეტს რელიგიური გამოხატვის ბავშვებშიც აპრიორი დისკრიმინაციულია და სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და რეგულაციებს, როცა მსგავსი მიმართულებები, სადაც თავისუფლად უნდა წყვეტდეს ბავშვი, რელიგიური მიმართულება იქნება ეს თუ სხვა, თავად უნდა წყვეტდეს თავის აზროვნებას და ანუ რანაირად უნდა გასწავლონ რწმენა, რანაირად უნდა გასწავლონ. ეგ არის შენი ინდივიდუალური გადაწყვეტის საგანი, ხო? ეგ არის სუფთად რუსული მოდელი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, მე პირადად მახსოვს ვიდეოები და რაღაც თემაზე მუშაობდი და მაქედან, ეხლა ომი რო დაიწყო უკრაინაში, როგორ ამზადებდნენ ბავშვებს რაღაც ფიზკულტურის გაკვეთილზე, ასწავლიდნენ რაღაცა როგორ უნდა დაეშალათ იარაღი და აეწყოთ და ერთი ყველაზე მაგას ერქვა მხედრული სულისკვეთების სწავლება. ხო რაღაც სიგიჟე და ყველაზე უბედურად რაც მახსოვს არის ის რომ ბავშვების ხედან კლასში რაღაც გაკვეთილი ტარდება და უცებს შემოვარდნენ ვიღაც ნიღბიანები ყველანი ძირს თვითონ ეს იყო იმიტაცია რომ აი რაღაც რომ მოხდეს და ბავშვი იყოს სინამდვილეში ეს საერთოდ არ არის საჭირო იმის მაგალითად რომ ბავშვის ფსიქიკას გაუფრთხილდა და ნაკლები სტრესი მიაყენო არ ვიცი მოწამლეს მთელი ერი და მაგის გაკეთება უნდათ ჩვენთან რისი იმედიც მაქვს რომ არ გაკეთებენ თუმცა არ ვიცი ესეთი ტემპებით უკვე ბიჭერს დავეწიოთ ყველა იმ ცვლილებას რაც ქვეყანაში ხდება ხო და ამ ცვლილებებს როგორ ამართლებენ ეგეც ძალიან სასაცილოა იმიტომ რომ ამაზე აი მართლა საქმის მცოდნე ადამიანები რომლებსაც ჩვენ ექსპერტებს და მკვლევარებს და მკვლევრებს ვეძახით გამოთქვამენ შეშფოთებას ძალიან ესეთი კრიტიკული ანალიზით უდგებიან და ყველა არგუმენტი ფაქტობრივად გასაზიარებელია და რომც არ იზიარებდა უნდა მოისმინო ეს და გამოდის ის რა ქვია განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ამბობს რომ საქართველოში არ არსებობს სტანდარტიო რომ ექსპერტი გერქვასო და ამ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ორი წიგნი აქვს წაკითხული და თავს ექსპერტს ეძახიან და დიდი ბოდიში გაიხსენეთ ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი ბატონო ანუ თუ წიგნების წაკითხვის რაოდენობით წყდება ექსპერტობა მაშინ ქვეყნის პრეზიდენტობა რატო არ წყდება და თვითონ ეს ადამიანი რამდენიმე წელს წინ ჩვენ რო თანამშრომლობდა დღეს უკვე ეგრეთ წოდებულ ექსპერტებთან და ძალიან სწრაფად იცვლის ეს ხალხი თავის აზრს და დამოკიდებულებას იმის მიხედვით ვინ არის მისი პატრონი და ჩვენ გვინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ სადაც პატრონები არ გვეყოლება და საკუთარი თავის პატრონები ვიქნებით ჩვენ და მნიშვნელოვანია რომ ქვეყანასაც ვუპატრონოთ ჩვენი კომპეტენციით და არა იმით თუ ვისი პარტაქტივი ვართ რა მარტივად რო ვთქვათ და ეს ადამიანი მართლა წლების წინ არც ისეთი დიდი ხნის წინ კრიტიკულ მედიებთანაც კი თანამშრომლობდა და რა ვიცი პატრონი რო არ გამოჩენოდა ზემოდან შეიძლება ახლა რუსთაველზე ყოფილიყო და მთლიანი რეფორმა ხო უნივერსიტეტებსაც ეხება და მარიამ ჯაშმა გააკეთა განცხადება ამაზე რომ ეს ისეთი ძირეული და მნიშვნელოვანი რეფორმაა რომელიც ბოლოს დაასრულებს ჩვენს ქვეყანაში უდიპლომო სასწავლებლის ეპოქასო და ნუ გარდა იმისა რომ პრეზიდენტზე აღარ ვილაპარაკოთ უბრალოდ გადახედეთ ვინ დადის ქართული ოცნების ყრილობებზე და ვინ არის მათი დიპლომიანი სასწავლები ისინი რა ქვია ზოპობედიას ქმრები იმის ქმარს რა ქვია კუნთმაგარი დაგონება რამაზ ნოზაძეები და ასე შემდეგ ანუ ძალიან დიპლომიანი ხალხი გიდგათ გვერდში და განსაკუთრებით გენო პეტრიაშვილი რომელმაც მადლობა გადაუხადა საკუთარ თავს იმისთვის რომ ეს განათლების რეფორმა როგორც იქნა შეიმუშავა ანუ მადლობელი ვარ ჩვენი თავებისო ესე თქვა დაკვირდებით განათლების რეფორმაზე მუშაობენ ადამიანები რომლებსაც საერთოდ ახლოს არ არიან განათლებასთან გუშინ წინ არ დაწყებულა ხა ამ რეფორმებზე საუბარი რაღაც ჩვენ ვიცით რომ იქმნება ჯგუფი სამუშაო ჯგუფი და ამ სამუშაო ჯგუფში არის იზორია რომელიც არის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ანუ ეს რაღაცა ძალოვანების შემოყვანა განათლებაში თავიდანვე ძალიან ცუდად ენიშნა ადამიანებს რომლებიც ამ საქმის მართლა სპეციალისტები არიან რომ აქ უკვე შინაარსობრივად აღარ იქნებოდა ხო და ზოლა გახდებოდა კი და ესეც ხდება და ალბათ ცოტა ხანში არ ვიცი, დაიწყება რაღაცა სამხედრო სასწავლებლები, ისედაც უკვე დაიწყო რაღაცა პოლიციასთან თანამშრომლობა, რომ ბავშვები დააკავშირონ, რაც ადრეც იყო, თუ არ ვწდები ნაციონალების დროს და მაშინ რაღაცა პოლიციის იმიჯის წინ წამოწევას ემსახურებოდა. შენობაში ნაცების დროს, ოღონდ თემა ეხებოდა ნარკომოხმარების პრევენციას. მეც ვარ ნამყოფი და მაშინ ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი იყო და სულ სხვა რაღაც ანუ ეკონომიკურ საკითხებზე ვსაუბრობდით, უბრალოდ ანუ ღია რო იყო მაგის ჩვენება უნდათ თუ რაღაც ეგეთი. მოკლედ, რაც ცუდი შეიძლება იყოს და არ მოგწონდა
იმაზე უარესები ხდება ეხლა და ამიტომ ეს სწრაფად რო ცოტა გადახარშვას გვიჭირს რა. კი, მათ შორის ის რომ გახსოვთ რომ ვამბობდით რომ მალე ქუჩაშიც აღარ დაგვაყენებენ და რომ ვამბობდით რომ რაღაცა სუნთქვასაც აგვიკრძალებენ, შეიძლება მანდაც მივიდეთ, იმიტომ რომ უკვე შეიმუშავეს ახალი ინიციატივა, რომ ადამიანებს აეკრძალოთ ფეხით სავალ გზაზე დგომა. ანუ რუსთაველი აღარ იკეტება, მაგრამ დგანან პარლამენტის წინ ადამიანები და ეხლა 3-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება, შეიძლება თუ შევიდა ძალაში და ალბათ არავინ და არაფერი შეუშლის ხელს რომ ეს ძალაში შევიდეს, ამ ადამიანებს იქ დგომაც აეკრძალებათ, მე რა უნდა გავაკეთოთ? მე ალბათ პოსტებზე უკვე ხახსიბარებენ და არ ვიცი ეგ თავისუფ რაში ზის ეს რეფორმები, მოდით თქვენც დაგვიწერეთ კომენტარში, თქვენ რას ფიქრობთ, მაგაზე საინტერესო იქნება. იმიტომ რომ მე უკვე ვეღარ ხვდები ადამიანებს, ანუ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს რა შეიძლება რომ კიდე დაუტოვო. სხვათა შორის ბირჟაც კი ცა. ხო, აი, მე მგონი დაარწყეს მაგათ. იმიტომ რომ სამი კაცი თუ ბირჟაა, სამი კაცის ერთად დგომა უკვე არის შეიძლება გახდეს მალე დანაშაული. და სხვათა შორის რუსეთში ყოფილა იგივე კანონი, არც გამიკვირდა, რომ აი სამი ადამიანი ერთად თუ დგას, შეიძლება პოლიცია მივიდეს და სადმე წაიყვანოს. ხაღალდი და ფურცელი თუ უჭირავს და რამე ბანერი ხო საერთოდ დაღუპულია ეს ადამიანი და არ ვიცი, ხა ჩემს მეგობრებს რო ველოდებოდა რუსთაველის მეტროსთან, შეიძლება მოვიდნენ და მითხრან რომ აღარო. ერთი კარგი თვისებას დავინახოთ, შეიძლება ის ლეზგინკას კუთხე მოიტყაროს იქეთ არა. ვაიმე რა საშინელებაა ბოდიში გაგწერა. ხო, რავი, სასაცილო არის თავის თავად, იმიტომ რომ ალბათ რეალურად ამაზე არასდროს არ გვიფიქრია, რომ ესეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ აი მეგობრებო, თან სხვათა შორის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი პოლიციას ნუ ვაღიზიანებთ დამოკიდებულება რა ქონდათ, რომ აი გადადი ტროტუარზე და რაღაც ფეხით სავალ გზაზე და არ არის აუცილებელი რომ გზა გადავკეტოთ. ოკეი, გადავიდნენ, მაგრამ ეხა იქაც არ აყენებენ შეიძლება ითქვას და ანუ მიზეზი არის რომ გადაადგილებაში არ უნდა ეშლებოდეს ადამიანს რომელიც პროტესტში არ მონაწილეობს ხელი და რა ვიცი იქ არავის არ იჭერდნენ და ჩვეულებრივად შეგეძლო რომ გაგეულო და გამოგეულო. ბოდიში ხა კიდე უდნავ თუ შეფერხდით ეს არის თარი ქვეყანა შეფერხებულები ვართ და ასე რომ რა ვიცი. ქოცელებაბოები ცოტათი დამშვით. თვითონ შეგიძლიათ დარჩეთ სახლში, არც არჩევნებზე წახვიდეთ გთხოვთ. ესეთი რეალობა არის რომ ხვალ უკვე ფეხით სავალ გზაზეც აღარ დაგვაყენებენ. მე რა ვიცი პოსტებზე მოგვადგებიან სახლში, თუმცა ეგ გვახდება. ისედაც და მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი ქალაქი არის სიკეთით სავსე. წელს კალაძე მოიფიქრა და არის ამ ყველა ჯოჯოხეთის მერე რაც გავიარეთ, ქალაქს უწოდა სიკეთით სავსე ქალაქი. მე მგონი დაგვცინის. ხო, იმიტომ რომ ეს ქალაქი სიკეთის გარდა ყოველფრით არის სავსე, ყოველდღე იჭერენ ადამიანებს, ქუჩაში აწამებენ, კამიტებით 1000 უბედურობით წამლავენ და თურმე დიდი სიკეთის ქალაქში ცხოვრობს და რა ვიცი, ადამიანები კვდებიან, მათ შორის უდანაშაულო ადამიანები, სხვა შორის რამდენიმე დღის წინ თქვა ერთ-ერთმა ამერიკელმა სოფლიოში ცნობილმა ექსპერტმა თუ გახსოვთ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს кейსი დიდ დიღომში რომ იპოვეს ბავშვი გარდაცვლილი მთელი ღამის წებნის შემდეგ რომ 99% მაგრამ მაინც 99%-ით გაგუდულია ბავშვი ანუ დაახჩეს მოკლეს და მკვლელი დღემდე ჩვენს გარშემო დადის და თურმე ჩვენ ვცხოვრობთ სიკეთით სავსე ქალაქში ანუ ერთადერთი სიკეთე რაც შეიძლება დავინახოთ ჩემი აზრით არის ის რომ აქამდე რომ მოვედით როგორც მოვედით ეგ ჩვენ ადამიანები რო ერთმანეთს გვერდში უდგავართ, აი მაგ სიკეთეზე თუ არის საუბარი კახი, ჩემო კარგო, მაშინ კი ბატონო, სიკეთეც არსებობს და მაგ სიკეთე მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ სავსე რამდენად არის, არ ვიცი. ხო, არ ვიცი, ამ ქალაქში სიკეთეს თურმე ხედავენ სიკეთე ისჯება, დასჯადია ჩემი აზრით. ნამდვილად, რომლების თავი სახეც არის და დარჩება კიდე ბევრი წელი, ზვიად ხარაიშვილი ხარება, რომელმაც ნამდვილად დიდი სიკეთე ჩაიდინა და მეუფე იობმაც გადაუხადა დიდი მადლობა და აზია რა. აი ნამდვილი საზიარებელი კაცი არის, კი უნდა მივუგტეოთ ყველა ცოდვა მეუფე იობ ყოჩახ. თქვენგან არ ცოლობთ მეც არაფერს პრინციპში. ვიცით რა კონფორმისტი გაიწვერა ცხართ და პულის მომხვეჭელი, მაგრამ ხო ძალიან ის იყო რა. და რატო გადაუხადა ხო ეგ არ მეთქოს, ტაძარი აუშენებია ხარებას. ეთქობენ ცოდვა აქ რომ აქ ხაწყობს საქმეებს რომ ზემოთ უფალთან რაღაცები გამოვიდეს, მაგრამ ვერ ხვდება რომ იქ ქოცები არ არიან. და ხარებაზე რადგან ვლაპარაკობდით, ის გამახსენდა ალექსანდრე თირქია, ყველამ ვიცით, ვინც არის ბიჭი, რომელსაც სახის არეში მოხვდა კაფსულა და
მთელი ნახევარსახი აქვს, ორი ჩალეწილი, ორი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ სახელმწიფო უარი თქვა მის შემდგომ დაფინანსებაზე, რომ მკურნალობა ჭირდება, მარტო ოპერაცია არაფერს არ შუალეს და კიდე ორი ოპერაცია გასაკეთებელი და ამას საერთოდ არ იმჩნევენ და ყველაზე საზღვრობა რაც იყო მთელს ამ პროცესში იყო შალვა რამიშვილს რაღაც გადაცემა როქს სამნიროს ხედან ადამიანის ნაკლზე, ფიზიკურ ნაკლზე დაცინვა ზოგადად არ არის ეს ნორმალური საქციელი, მაგრამ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ ამ ადამიანს იმიტომ რომ სათვალით იჯდა ეთერში როცა თავის ამბავს ყვებოდა და ზოგადად უბრალოდ წარმოუდგენელია რომ ამდენ რამე გადაიტანო და მე კიდე თავში იპოვო ძალა რომ სხვებს კიდე გაუზიარო და სათვალით იჯდა იმიტომ რომ ეს მხარე ძალიან დაზიანებული აქვს და თუ არ ვცდები ვერ ხედავს ცალი თვალიდან სათვალით რატო იჯდა და უბრალოდ აი ამაზე აიგდეს და დასცინოდნენ ჩემი აზრით დასცინები თვითონ ხართ თან ეგ არ არის პირველი პრაქტიკა ხო ქალებს წონის გამო ძალიან ბევრი მიზეზის გამო შალვა რამიშვილი ხალხო ანუ შალვა რამიშვილი ჩამოსხმა მწყემელის ბუჭკაზის მართლა სულით და ხორცით დამპალი და მახინჯი არსება და ადამიანებს ვიზუალის გამო დასცინის ანუ სარკე არ გააქვს ეგ რომ მოვისმინე უბრალოდ აი ხო ვიცით რომ ვინ არიან რა არიან და რასთან გვაქვს საქმე მაგრამ აი აქამდე რო ეცემა ეს ამბავი და ვიღაცები რო გამოჩნდებიან კომენტარებში ვინც ამაზე ერთობა ამაზე საერთოდ გიждები იმიტომ რომ ანუ ყველანაირი ადამიანური ჩარჩოდან გასული საქციელი იყო ეს კონკრეტული და ჩემი დიდი პატივისცემა ამ ადამიანს რომელსაც იმედია რომ მალე იპოვის სამართალს და სამართალში გულისხმობ იმას რომ შეძლებს რეაბილიტაციას რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ დაიბრუნებს იმ ცხოვრებას სამწუხაროდ იმიტომ რომ ტატუ არტისტი იყო და ფიზიკურად აღარ შეუძლია რომ იგივე საქმე გააგრძელოს მაგრამ ჯერა რომ კეთილი ადამიანების და სამყაროში არსებული რაღაცა სამართლის მიხედვით მას მაინც მომავალ ცხოვრებაში ექნება შესაძლებლობა რომ აღიდგინოს და იმ ხარისხის თუ არა რაღაც აი ამ გაწეული რაღაცა თავგანწირისთვის, რომელიც არ ვიცი, თავისთვის არა, მთელი ქვეყნისთვის გააკეთა, რაღაცნაირად დაუბრუნდება სიკეთეთ. მას და მის ოჯახს და სხვათა შორის მისმა ადვოკატმა თქვა, რომ პირდაპირ ეთერში ამას უყურებდა მისი გამზრდელი ბებიაო და უბრალოდ წარმოდგენა არ მინდა ჩემი ოჯახის წევრი რო უყურებდეს მაგას, რაც მაგ ბიჭს დაემართა, ალექსანდრეს რა გადაიტანა მთელმა ოჯახმა და ეგ გარიყო ერთადერთი შემთხვევა უბრალოდ რაღაცები არის, რასაც კამერები აფიქსირებენ და რაღაცები არის, რასაც ვერ აფიქსირებენ და უამრავი მძიმე ისტორია დგას ხარებას უკან, რომელიც ეკლესიებს აშენებს სულტყვილად. ხო, აი ადამიანების კატეგორია ახსენე რო გლიცინებდნენ რამიშვილებთან ერთად მაგაზე და კიდე მეორე ტიპის ადამიანები არსებობენ, რომლებიც ან თავს იდებილებენ, ან მართლა შტერები არიან, აი ჩვენ კონტექსტში ვიძახი, ეხლა დარწმუნებულია, რომ არ ვიცი ეგ მონაკვეთი სადმე მოხდება თუ არა ცალკე თვითონ ამ პოდკასტის გარდა, სადაც რამიშვილზე ვლაპარაკობთ, მაგრამ აი გამოჩნდებიან კომენტარებში, აი თქვერას გავხართ ვიზე ლაპარაკობთ, რატო დასცინი ხართ აბულინგებთ, ანუ ძალიან დიდი განსხვავება შალვა რამიშვილი რო დასცინის ადამიანს, რომელიც თავის ქვეყნის დასაცავად იბრძოდა და ძალიან დიდი განსხვავება ჩვენ რო კრიტიკულად განვიხილავთ და თუნდაც დავცინით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყანას აზიანებენ. იქნება შალვა რამიშვილი თავის მხრივ თავის პროფესიაში, ნუცა მუზელაძე თავის მხრივ თავის პროფესიაში თუ ისე რა ქვია, მერსის ულხანიშვილი თავის მხრივ თავის არაპროფესიონალიზმში. დიდი სხვაობა ამას შორის. ეს არის დაცინვა, ეს არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მყოფი ადამიანების განხილვა კრიტიკულად და ბოდიში ასოციაციულ ვინც არის იმათ დავცინებთ კი. ხო და ეს და ზოგადად ყველაზე სამწუხარო ის არის რომ სისტემა მერე მთლიანად აზიანებს ყველას ქოდსაც ნაცსაც მეც შენც და საერთოდ ყველას და აი ანას შემთხვევაც ეგ იყო რომ სისტემა რომელიც გულგრილი არის ადამიანების მიმართ რომელსაც არ აინტერესებს ადამიანის სიცოცხლე და ფასეულობას არ წარმოადგენს მისთვის მე ხდება ანას შემთხვევები და არაერთი ბავშვის რაღაცა მძიმე შედეგით და სიცოცხლის მოსპობით დასრულებული кейსები და ეს ეხება ყველას და შემთხვევით თუ თქვენი შვილი და ჩვენი ახლობლები არ აღმოჩნდნენ იქ შეიძლება რომ სხვა დროს ამისგან დაზღვეული არავინ არ იყოს ამიტომ გვჭირდება სისტემა გამართული სახელმწიფო სისტემა რომელის რაღაცა ცენტრში იქნება ადამიანის სიცოცხლე და ადამიანი როგორც ღირებულება ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ იქითკენ მივდივართ რომ ეს არ იყოს და 12 წლის ბავშვი მოკვდება იმის კულელი ქუჩაში და ის თავისუფლად და შენ პირბადე გაიკეთო და სახლში წახვიდეს შეიძლება მოვიდეს მთელი სპეცრაზმი და გამოგათრიოს აღი და შენ პირბადიანად მე რასად გაგიშვებს კაცმა არის ის და სანამ სადმე გაგიშვებს როგორ იძალადებ შენზე ეგეც კაცმა არის ანუ ეგ არის სახელმწიფო რომელიც ხოცებს კიდეთ აი გულწრფელად მაინტერესებს ამ მომრჩევლებს ვეკითხები და არა შემოქმედებს
და ბავშვებზე ვსაუბრობდით და ჩვენ სტუმრის ბლოკით მაგაზე დაეთმობა და სისტემაზე. ან როცა სისტემა არის მახინჯი, ყველა ერთდროულად და ერთნაირად ზარალდება ბავშვიც, დედაც, მამაც, იმიტომ რომ ადამიანი არ წარმოადგენს რაღაც მახინჯ სისტემებში ფასეულობას. ხო, მიუხედავად იმისა, რომ შენ ამ სისტემის მომხრე ხარ თუ არა, მაინც გეხება. სამშობლო როგორც ხედავთ, ჩვენთან არის თამუნა მუსერიძე და გავაგრძელებთ მასთან ერთად საუბარს და მიხარია რომ მოხვედი მეც აეროპორტიდან ფაქტობრივად, იმიტომ რომ ახალ ხანს ჩამოხვედი პოლონეთიდან, ხო, სადაც გაიმართა ფილმის დაკარგული ბავშვები, მოპარული ბავშვები პრემიერა, HBO-ს გაკეთებული ფილმია და მოგვიყევი შენი ემოციების შესახებ და იქ რა ხდებოდა და ფილმში. დავიწყოთ, იმიტომ რომ ყველა ველოდებოდით ჯერ პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. იცი რა იმდენად დაუჯერებელი ამები ტრიალებდა ჩემ თავს, რომ ეხლა ვაანალიზებ, სად მოვხვდი და რა ხდებოდა ჩემ თავს. აი თუნდაც აი ეს სცენარი ახალი ჩაზე რო გავდივარ და რო ვერ გავიგე, აი თუნდა გავიხადო წერდნენ კომენტარებში, აი მე როგორი არადამაჯერებელია. ხო და იცი რა, ანუ ჩვენ გვითხრას, რომ ჩაიცვითო ესეთ სერიოზულად, ანუ არ ჩაიცვით რაღაც აღმოსკაბები, იმიტომ რომ იქ წითელი ხალიჩა არ იქნება, უბრალოდ ველოდებოდით, რომ მივიდოდით, ვნახავდით, რომ წამოვიდოდით და რო შევიდით ერთ წაგვიყვანეს გამოგვასწრებინეს, ერთი მაკიაჟს მეკეთეს, მეორედ მას მეკეთეს, მესამე რაღაცას მივუთავებს, ანუ შოკში ვარ და უცებ წამოწამოზე ფოტოები გადავიღოთ რა და მე მგონია რომ უბრალოდ ფოტოებს ვიღებ. და ესე და შემაგდეს და HBO-ს უკან ბანერზე და წინ ესე აი ესე გაოგნებული ვდგავარ და ვერ გავიგე რა უნდა ვკნა ეს რაღაცა იმანჭები ესე ხინჯურად და იქიდან ხო რო გადიხარ და მარჯვენა გამოიწია ქალბატონო თამარ და აი ბრინჯივით დაბნეული ვიდექი ძალიან მორიდებულად და მე უკვე როდესაც ეს ფილმი შვენება დამთავრდა ნუ კი მქონდა ნანახი ეს ფილმი ჩამოფრინდნენ მანამდე და გვაჩვენეს და გაფრინდნენ მაგრამ ეხლა მაინც დიდ ეკრანზე და სხვის ემოციებს რომ უყურებ იმ ემოციებით შენი თავის ყურება კიდე უფრო ცალკე სტრესი იყო და მე ეს სცენაზე აგვიყვანეს იქ კიდე ამდენი ჟურნალისტი მე რომ დამთავრდა სხვადასხვა ოთახებში გადავყავდით ინტერვიუებზე და ვიყავი აბსოლუტურად გაუგნებული, იმიტომ რომ უცხო იყო რა ჩემთვის. აქ კი ვარ მიჩვეული ინტერვიუებს, მაგრამ იქ სხვა თან HBO-ს ფონზე. ხო. და აი გამოხმაურება როგორ იყო იქვე ადგილზე, იმიტომ რომ საოცარი ისტორიებია. იქ რო დავიწყეთ რაღაცას საუბარი რომ აი რო უთხარი რომ მეთქე თავიდან რო დავდეთქო არჯერო და თქო ხალხს თქო რომ HBO-მ ჩვენს ფილმი გადაიღო თქო რატო არ იციან რომ იხარო? ანუ იმათვის პირიქით ის იყო გასაკვირი რომ საქართველოში არის ჩვენს მიმართ ესეთ დამოკიდებულება. მეთქე რომ პროვინცია მაგიტომ მას უკვირდა და მაგაშია ზუსტად საქმე თქო. დამოკიდებულება იყო აი არ რაღაც მერიდება ჩემ თავზე ლაპარაკი რა აი ძალიან ისეთი რა აი მან ვიგზენი რასაკაცნობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები აი მართლა იფიქრებდი ამას რომ რაღაცა ეს ამბავი საბოლოოდ შეიძლება მაქანე მისულიყო არა რა თქმა უნდა ვერასდროს აი ამ სივრცეში თუ აღმოჩნდებოდი ამ ხალხთან ერთად ვერასდროს კი ეს ისტორიები რასაც შენ ეძებდი და იპოვე ანუ ფაქტობრივად კინოსცენარებია რაც ეგეთი ფილმები დანახი გვაქვს, რომელიც დოკუმენტური არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, ნამდვილად რეალობა იყო და ტყუპების ამბავი უბრალოდ კინოა. ხო, კინოა. ანუ კიდე მახსოვს ხუთი პეპელა თუ როგორ ერქვა? ხო, ფორმულაზე გავიდა ის გადაცემა. პეპლების ისტორიაც საოცარია და ძალიან ბევრი ისეთი ისტორია გვაქვს, რომელიც მართლა დაუჯერებელია რა. მართლა არ ვიცი რა თქვა. მოდი დავიწყოთ. მოდი. აქ არის 10 კითხვა. 10-დან 800 უნდა გასცე პასუხი, 2-ის დარეჯექტება შეგიძლია თუ არ დარეჯექტებთ, ბოლოში დარჩება უბრალოდ. ნეგრული გენების ფარული გავლენა. მე რომ თავის დროზე მცოდნოდ არ მემეგრელი ვარ, ბევრად უფრო მეც მივახცევდი ცხოვრებაში. თავდაჭერება უკვე გეკეთებოდი. ეს რა არის? ხო, ესეა, იმიტომ რომ ეს ანეკდოტი რო არის, ხო, მეგრელი და სვანი ავტობუსით მატარებლებს გზავრობენ და სვანმა ამოიღეს რაღაც საკვებიდან, მეგრელმა ეს ხომიო და სვანმა რა არის ეს რა შეჭამოდა, ეს გონებას ხსნისო. და იმან გაგიცვლიო და ყველა აბსოლუტურად ის თავის კუბდარები და მთელი სუფრა გადაუცვალა ერთსალ ღომში და რო დაიწყო სვანმა ჭამა, კი მაგრამ ეს რა გაგეხსნა გონება. აი ესე გამეხსნა გონება და
არა რა თქმა უნდა ხა რაჭველებს არ ვაკნინებდა პირიქით ხა მე რომ მართლა რაჭველების გაზრდა არ ყოფილი მე ვიზრდებოდი როგორც რაჭველი და მე რომ არ გავზრდიყავი ისე როგორც რაჭველი მართლა არ ვიცი როგორ ვიქნებოდი თუმცა შინაგრად აი ამ რაჭულ გარემოში მეგრული ყვავილივით გრძნობდით თუ აჯიკა იყავი იცი რა არის არა არ ვიყავი იმიტომ რომ თუ გონიათ რომ მე რაჭველი ქალები მეგრელ ქალებს შემოვარდებიან ძალიან ცდებით პირიქით რაჭველი ქალები შეიძლება ითქვას რომ მეროდ უფრო ისეთი ქალები არიან ხისტები ძლიერები კი და ისეთები მეგრელი კაცები ცოტა უფრო ჩაგრავენ ქალებს და რაჭველ ქალს ესე ვერ დაჩაგრავ ნამდვილად მეც მსმენია ბევრი დღეს გაქვს ურთიერთობა შენს მეგრულ კლანთან იცი რა არის მე მესმის ყველა იმ ადამიანის, ვინც ამბობს, რომ მეგრელები არიან რაღაცნაირი სექტანტებიო რა, იმიტომ რომ როგორც კი გავიგე რომ მეგრელიო, რაღაცა გადამებინდა ქონება და აი რომ ხედავ, რომ სადღაც აი კომენტარებში, აუ ის მეგრელია და რაღაც შევარდები კომენტარებში ვიღაცა უცხოებთან და შენ ეს როგორ თქვი მეგრელზე და არა, ანუ რაღაც გადმომისხეს რა სისხლი რა. და რა ეს რო ანუ რაღაცა გრძნო, მაგრამ როგორ უნდა გეკუსნო პრინციპში ხო? არა, ნახე, ჩვენ რომ ჩავედით პირველად სამეგრელოში, რამდენიმე წლის მე არ ვიყავი სამეგრელოში დამყოფი. მე მესმოდა მეგრული ლაპარაკი. ჩვენ ერთ-ერთ ოჯახში ვიყავით მისულები, უნდა გაგვეტესტა ერთ-ერთი ადამიანი, გვეგონა რომ ის იყო ჩემი ნათესავი და არ ვთანხმდებოდა თავიდან და ერთმანეთში ეს მეგრელები ლაპარაკობდნენ, რომ ერთი უხსნა მეორეს, რომ აი ცუდი არაფერი არ მოხდება და მე და სანდრო ვზივართ ესე ვიყურებით და რასაც ეუბნებოდა სიტყვით თუ არ გონი სანდროს და ეს მეკითხა რომ შენ გიჟი ხო არ ხარ, რეებს იგონებოდა. მეთქი ან მართ მესმის, ჩვეულებრივად მესმის მეგრული. ხوار დაიწყე, ენაც ხوار აიდი. მიჩქო მარგალობრი ჭიჭე. ცოტა სწავლობ, მაგრამ ძალიან რთული ენაა. ხო, და ძალიან ლამაზი ჩემი აზრით. კი. როდის მიხვდი რომ ინიციატივა Facebook ჯგუფს გაცა და რეალურ სოციალურ მოძრაობად გადაიქცა. ამას მალევე მიხვდით, მას შემდეგ რაც რამდენიმე ისტორია დაიდო. როგორ დაიწყო ეს? ეს ყველაფერი დაიწყო შენით ხო, შენი პირადი ისტორიით? არა, ეს ყველაფერი დაიწყო პანდემიის დროს ერთ-ერთმა ქალმა, ვინმე ანამ მითხრა რომ მე მაქვს ჯგუფიო და რაღაცებს ვეძებთ ამ ჯგუფში, ოღონდ მარტო გაშულებულებს კი არა, მეძებდნენ პროტეზებს, რაღაც ფეხსაცმელებს, სანთლებს და ნუ ასე შემდეგ. და მითხრა რომ მინდაო რომ შენც დაემატო ამ ჯგუფშიო და შენი ისტორიები მოყვაო და იქნება როგორღაცა დაალაგდესო ეს ჯგუფიო და გადავაქციოთო კონკრეტულად აი ადამიანების მეთქი არ მცალია, მეთქი საათცალია, მეთქი ამისთვის ვიღაცის ჯგუფში შეხვედე და ის ჯგუფი რაღაც დაალაგო არ მცალია თქვა ამისთვის. ხო ნუ აი ქალი მუხლებში შამივარდა რომ მეთქი კარგი, მაინც პანდემია, მე და კლება თავისუფალი დრო მაქვს. და რომ დავემატე ამ ჯგუფში გავიცანი ია ყველაშვილი ჩემი ჯგუფის რომელიც იმ ჯგუფის ადმინი იყო და დავიწყე ჯგუფის დაალაგება. წავშალეთ ეს ძველი პოსტები, გავასუფთავეთ აბსოლუტურად ყველაფერი, დავიწყე დაალაგება და ნელ-ნელა დაიწყე ჟურნალისტებმა რეკვა ჩვენთან, რომ აი დაინტერესდა. მაშინ თემა არ იყო არაფერი, მარტო ჩაკეტილობა, პანდემია აცრა. და რომ დაიწყეს რეკვა, ის ხალი გააბრაზდა, რომ შენგანო რატო იღებენ ჟურნალისტები ინტერესს, ჩემგან რატო არ იღებენ. და მეთქი ჯერ იმიტომ რომ საქართველოში არ ცხოვრობთ. მეორეც ერთი იმიტომ რომ სახეს არ აჩენთ და მესამე იმიტომ რომ მე ჟურნალისტი ვარ და ჩემი კოლეგები იღებენ ჩემგან. მოკეთ გააბრაზდა ეს ხალი და გამომაგდო ჯგუფიდან. ხო, ანუ რეალურად იმათი ჯგუფი იყო თავიდან. გამომაგდო ჯგუფი და მეთქი, კაი, გამომაგდო, გავაკეთე ჩვენი ჯგუფი. და ეს ჯგუფი რო გავაკეთეთ, ანუ იმ ჯგუფში არ ხდებოდა ვიღაცის მოძებნა, იმ ჯგუფში უბრალოდ ისტორიებს უზიარებდით ერთმანეთს, გაშულებული ბავშვები. აქაც იგივე გავაგზავნეთ, მაგრამ შემთხვევით მოხდა ისე, რომ ვიპოვეთ მოპარული ბავშვი. აი სრულად შემთხვევით ეს ბიჭი ეძებდა დედას, ვიპოვეთ გინეკოლოგი ძალიან ცნობილი და ძალიან ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი. და იმ ხოთა რომ მოდით იმ ხომ უღოდ არ გამომხილოთ რომ ბავშვი ჩემი გაშულებული და გეტყვით სიმართლეს და თქვა მოყვა რომ კი მე ჩემი ნათლული ბავშვი არის ნათლს უთხარი რომ ბავშვი მოკვდა და ჩემი ნათლური სული გავყიდე მივიღე ჩემი მეგობარს. იცი რა მაინტერესებს აი ლუსტრაციის კანონზე ხო ხსმენია. რა თქმა უნდა. საბჭოთა აგენტურის დასახელებაზე. აი რაღაცა ეგრე არის ამ ადამიანების დასახელება ჩემთვის. ანუ მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა ვიცოდეთ ვინები ცხოვრობენ ჩვენს გვერდით და კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. უბრალოდ ვადაგასული არის ეს საქმე. არა, მე მომაწერი ნაშინაკა საქმეთა სამინისტრომ ხელი გაუთქმელობას 4 წლის წინ. ყველა საქმეზე? ნუ არა, იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომლებიც მივიტანეთ. მაგრამ ნუ ფაქტობრივად უმეტესი საქმეები არის სახლების. აღზრულია. დაიწყო კი 4 წლის გამოძიება. 4 წელი ჭირდება? გამოძიებულია ყველაფერი, უბრალოდ მათ ინტერესში არ არის რეალურად. რეალურად ჩვენ რაც მივიტანეთ ეს საქმე ყველაფერი გამოძიებული მივიტანეთ სახელები გვარები, დოკუმენტები, ნოტარიუსის, მოსამართლის, თარჯიმნის, ექიმის ფოტოები, ძიძებთან ერთად ბავშვების ყველაფერი. გამოვიძიეთ და მივიტანეთ და აი გამოძიებული თქო. კარგიო, გამოვიძიებთ გამოძიებულსო.
მე დავიწყე რეკვა ამ ხალხთან, დღესაც ვრეკავ ნოტარიუსთან, ვინც იყო ამ საქმეში თარჯიმეთ, ყველასთან ვრეკავ, რა ხდება, დაგირეკე ეს? არა. რატო თქვენი ასრით? იზარებად. არ ვიცი, არ აწყობთ. იმიტომ რომ ეს მათი გახსნელი რეზონანსული საქმე არ იქნება და პოლიტიკურ ფულებს ვერ დაიწყებს. არა, მაგიტომ არა. იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც იქ არის ჩაწერილი დღეს, ისე პროფესიაშია. ცნობილები არიან, ხო? აბა? პარლამენტარიც ხო არ არის ერთი. რატო გაჩვენდი? ეხლა დავეჭვდი, მაგრამ კაი. აქიდან ცილს უნდა სწამებ, მაგრამ ფაქტები თუ არსებობს? პარლამენტარი არ არის. ოკეი. იმ სიაში ყოველ შემთხვევაში არ არის. შემდეგი. ვეძებ VS დაკარგულები რას ნიშნავს? ხო, ერთ-ერთ პოდკასტში ლაპარაკობდა მაია ასათიანი, რომ ეს პროექტი ჩემიაო და თამუნა მუსერიძესო ამაზე უნდა ეთქვაო. რა უნდა მეთქვა? ან ფილმ ხო გაქვს ნანახი ხო ეცრაც ვიძახი. ხო, მაგრამ რა უნდა მეთქვა? რომ არ ვიცი, არ მახსოვს ზუსტად როგორ ამბობდა, მეგონი ან ფილმის დროს ან ინსპირაცია იყო თუ რაღაცა. HBO-ს დროს რომ რაღაცა იდეა და პროექტი მისი იყო თუ რაღაც მსგავსი. ანუ იყო თუ არა რეალურად ეს დაკარგულებიდან წამოღებული ინსპირაცია ვეძების გაკეთება. იცი რა არის, მე არ მინდა ზოგადად ახლა ამ თემაზე რეჯექტი გაქვს, რო იცოდი. არა, იმიტომ რომ ეს მგონია რომ არის რაღაცა თითიდან გამოწვეული სკანდალის შექმნის მცდელობა, რომელსაც ესე არ უყვები. თუმცა მე ვიტყვი იმას, რომ მე არასდროს არასად არ მithქვავს, რომ მე ვიყავი პირველი. არსად და მაგას ვერავინ ვერ დამაბრალებს, რომ მე გამოვედი და ვთქვი, რომ მე ვიყავი პირველი. სკანდალს კი არ ვქნით, პლატფორმა რა რა თუ? არ ვქნით, თქვენზე არ მაქვს საუბარი. უბრალოდ იქნება პასუხისგაცემა გინდა, იმიტომ. არა, თქვენზე არ მაქვს საუბარი. მე არასდროს არსად არ მithქვავს, რომ მე ვიყავი პირველი, თუმცა რეალურად ეს ყოფილი დაიწყო ბევრად უფრო ადრე. და საქართველოში პირველი მე არც ვიცოდი ამის შესახებ, თუმცა გაირკვა რომ საქართველოში პირველი იყო გივი პერიკაშვილი, რომელსაც მიყავდა გადაცემა იმედზე, რომელიც აიხურა 2005 წელს და ერქვა არი დართო. და იქ ხდებოდა დაკავშირება ბიოლოგიური ნაცვლების. მე არ ვიცოდი ამის შესახებ და სრულიად ხო აი რომ დაგუგლოთ, ნახავთ რომ ეს გადაცემა არსებობდა. და ამის გარდა კიდევ არსებობდა ბევრი სხვა გადაცემა, სადაც ხდებოდა ბიოლოგიური ოჯახების დაკავშირება. ასე რომ მე თან ალბათ ეს ველოსიპედი საქართველოში არ გამოგონილა. საქართველოში რა თქმა უნდა არ გამოგონილა და სამწუხაროდ ეს ვიტყვი ესე რომ იყო რუსული პროექტი, რომელსაც ერქვა დამელოდე, ქართულად ეს არის იმინა. თუმცა ის პროექტი არ არის ეს, ანუ მე რასაც ვაკეთებ, არ ვაკეთებ იმას, რაც სხვა გადაცემებში ხდებოდა, ხო? ანუ მე ხო გადაცემა არ გადამიტანია. მე არც დამიწყია და მე არც გადამიტანია გადაცემა. ანუ არ ვიცი, ძალიან კარგი იქნებოდა რომ გაეგრძელებინათ, რაც დაიწყეს. იმიტომ რომ მათ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ უფრო დიდი ბაზა ჰქონდათ, ფინანსურად უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდათ და ჩემზე ბევრად უფრო მაგრად შეეძლოთ, რომ ეს საქმეები გამოეძიებინათ, თუნდაც ჩინაგას საქმეთა სამინისტროსთვის მიეწოდებინათ ინფორმაციები, თუ მართლა ჰქონდათ მოპარულ ბავშვებზე ინფორმაციები, მაშინ რას ელოდებოდნენ, რატომ არ მიეწოდეს ჩინაგას საქმეთა სამინისტროს, რატომ არ დაიწყეს მაშინ კივილი იმას რომ ბავშვებს იპარავდნენ. ანუ მაშინ რატომ არ ატყდა ამბავი? არ ვიცი, აი მე არ მაქვს ამ რაღაცებზე პასუხი სამწუხაროდ. თუმცა კიდევ ერთხელ გამემეორდები, რომ მე არ ყოფილვარ პირველი, ვინც საქართველოში ბიოლოგიური ოჯახების დაკავშირება დაიწყო ერთმანეთთან და არ ვიცი რაში გახდა იმის, რატომ გახდა იმის საჭირო, რომ მე რატომ არ ვთქვი, რომ არ ვიყავი მესამე. და რაიმე კომუნიკაცია მანამდე ქონიათ რომ ანსაყვედური ისტორია არასდროს და ეს იყო ყველაზე მეტად საწყენი ჩემთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ვიცნობდით და მე როდესაც დავიწყე ბიოლოგიური ოჯახის იება, პირველი სადაც ავედი იყო პროფილი. და სიმართლე გითხრათ, ეხლა მაგას ამას ყველა დამეთანხმება პროფილში მომუშავე ყველა ადამიანი, მე არ მედოდა პროფილში წასვლა. იმიტომ რომ მე ჩემი ოჯახისგან ძალიან დიდი წინააღმდეგობა მქონდა და პროფილში შემამდე იცოდნენ რომ მე აყვანილი ვიყავ, იმიტომ რომ პროფილის პროდიუსერი ნიკა ხაჩიძე ჩემი შვილის ნათლია და ნიკუშამ შემამდე იცოდა რომ მე აყვანილი ვიყავი. და როგორც კი გაიგო რომ მე გავიგე, დაიწყო ეს დამუშავება, ასე ვთქვათ, რომ მოდი, მაგრამ ძალიან წინააღმდეგობა მქონდა ოჯახის წევრების მხრიდან, მაგრამ მე უკვე წავედი აქეთ ოჯახის წევრების შანტაჟზე, რომ მეთქი თუ არ მეტყვით ვინ არის ჩემი ოჯახი, მე წავა პროფილში. და არ ეგონათ რომ წავიდოდი. და მაინც წავედი. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს იყო რაღაცა ორმხრივი ინტერესი, იმიტომ რომ პროფილსაც აწყობდა ჩემი სტუმრობა და ჩემი მხრიდან გაჟღერება იმის, რომ მე აყვანილი ვიყავი და მეც მაწყობდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვეძებდი ბიოლოგიური ოჯახს. თუმცა პროფილის დახმარებით მე ოჯახი არ მიპოვია. ანუ ეს არ მოუტანია არაფერი წინ გადადგმული ნაბიჯები, მაგ სტუმრობის მერე, ანუ ოჯახში უნდა მხوار და იწყო მერე შენთან ლაპარაკი. ნათესავების მხრიდან ბიოლოგიური ნათესავების მხრიდან გამოჩენა პროფილის შედეგად არ მომხდარა. დიდი ხნის მერე მოხდა. დიდი ხნის მერე მოხდა და
აბსოლუტურად სხვა შემთხვევით მოხდა და მე რამდენჯერმე ვიყავით ამ პროფილში თქვა ყოფილა რა ნუ ერთხელ ხო ვიყავი მე კიდე მიმიწვიეს მაგრამ კვალზე ვერ გავედი ჩვენ პროფილის ახმარებით და ესეც ნახე და ესეც ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის რატო გაჟღერდა ის რომ პროფილის ახმარებით მოხდა მამის მოძიება როდესაც ესე არ ყოფილა აი გარმახსოვს კი მე მახსოვს და ძალიან ცოტა ვერ გავიგე ეს ამბავი ზუსტად სამეგრელოდან ბრუნდებოდით მამა რო ვიპოვე და მაშინ ჩამიგდეს ლაივი და მე გონი თქვა რომ კვალს მიბაგენს რომ სამეგრელოში იყო სამეგრელოში რო იყო ვიცოდი ისედაც პროფილში რომ მივედი მაშინაც თუ სამეგრელოში რა თქო ანუ ესე დაიწყო პროფილი 2017 წელს შეგიძლია ჩაწერო და ნახო თან დიდხანს ეძებდი და ჩაწერო და ნახო მე ყვები რომ მეგრელი ვარ თქო პროფილში ყვები რომ ესეთი ინფორმაცია არის გაჟღერებული და გვარიც თქვი კვირკველია კაკაჩია თუმცა არც ერთი რა აღმოჩნდა ანუ ვიცოდით რომ სამეგრელოში იყო ამას არც გვარი რა არის მამის ხორავა დიდებული გვარი იცი კიდე რომ აი წეგრად თქვი რომ ოჯახში ვთქვი დასაშანტაჟებლად რომ ამან გაჭრა ამ შანტაჟმა არა ხო არა აი იცი რა არეგონად რო წავიდოდი არეგონით რომ მაშინ ახლა ესე საჯაროდ გამოსვლა მით უმეტეს პროფილში და იცი რა მე აყვანილი ვარ ეს წარმოუდგენელი იყო თან ჩემი ოჯახის ანცების იყო აი მართლა დაუჯერებელი და რო ნახეს ანონსი კი რაღაცა მამი და ჩემი დღემდე არ მემაპარაკებდი იმიტომ რომ თავი მოვჯერი ხო მგონა რომ ეს გადავივლიდა არა ეს ჩემი ოჯახისთვის იყო უდიდესი სირცხული ამაზე საუბარი და მაინც რაღაცა გადავახტი ეს რა არის რო დაუფიქრე მაგაში სასირცხული ვიცი რა არის მე ვფიქრობ რომ ჩემი ამ საჯარო საუბრების შემდეგ შეიცვალა გაშურებული ბავშვების სიმართლე დამოკიდებულება და თვითონ იმ ბავშვებისთვისაც გავამარტივე რაღაცნაირად ამაზე საჯარო საუბარი იმიტომ რომ დღეს უკვე არ ტიტულზე რომ შედიხარ ყოველი მეორე ყვება და გაშურებული ვარ ეძებ დედას ანუ რაღაც ტრენდი გახდა გაშულებული რო ხარ რა ხო თავიდან მოშორებული თუ იმის კონტექსტი ხო აი ნაგავში გადაგდებული აღარ ხარ უკვე იმიტომ რომ ხალხმა შენი პრობლემა არ არის ამ ადამიანებმა მაგას და ხალხმა გაიგო რომ ნაგავში არ აგდებენ სინამდვილის შვილებს რა და თამონ ამდენი წელი რო ეწევდი საბოლოო პასუხები ვინმეს ქონდა ოჯახში ანუ ვინც უსტად იცოდა სახელები გვარები და ადამიანები სამშობლოში იყვნენ მამი და ჩემი და თანთლი ჩემი და ორივე ამბობს რომ არ იცოდა გვარი თუმცა გვარი ეწერა იქ და მე ვერ ვნახულობდი მესმის ხო თულია გავახცევთ თან ამ თემაზე რო ბევრი გილაპარაკი არ მინდა რომ ძალიან ჩავაცილდეს და თან გულწრფელად მაინტერესებს რაღაცა მისია და არა უბრალოდ პროექტი ამაზე ხა დავიწყეთ უკვე საუბარი და მაშინ გავაგრძელებთ რომ რაღაცნაირად ისე გამოვიდა რომ ყველა გაშურებული ბავშვის ხმა აღმოჩნდი მე იმიტომ რომ აქამდე თუ რაღაცა სტიგმა იყო ამ თემაზე საუბარი და გაშურებული ბავშვები ვერ ამბობდნენ იმას რომ იმე გაშურებული ვარ და ბიოლოგიური ოჯახის მოძებნა ცხვენოდათ იმიტომ რომ ისინი იყვნენ ნაგავთან დაგდებულები და აღზევმა გამოიარა მაგ დროს როდესაც ბიოლოგიურმა დააგდო და სახში წამოიყვანა ეს დღეს ყველამ გაიგო ესე არ არის ძალიან ბევრი უმეტესობა მათგანი არის მოპარული და შესაბამისად მათ აღარ ცხვენიათ და მე რაღაცნაირად კვალი გზა გაუყვალე გაშურებულ ბავშვებზე ძალიან მიხარია რომ მე აღმოჩნდი ის ადამიანი ვისაც ამხელა მისია დამიკისრა მართალია ბევრი სიმძიმის ხარჯზე მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ჩემ და სასიკეთოდ შემოტრიალდა აი რა არის ეს სიმძიმეები და ემოციურ ფონზე თუ იმოქმედა ამ ყველაფერმა იმიტომ რომ ბევრი ისტორიის გამტარი ხარ ფაქტობრივად. ემოციურ ფონზე არ იმოქმედა და არ ვიცი რატო. იმიტომ რომ რაღაცა ნერვი არ მაქვს საერთოდ არასდროს არაფერს არ უბრალდები და რატო არ ვიცი. ალბათ ერთხელაც ისე გავუბრალდები რომ ტერს. თავდაცვა ალბათ. ხო, ალბათ. და ისე ეგ კარგია რომ ესეც სიუგონებით თუ ვდგები უფრო მეტის შესაძლებლობა ყველაფერზე რომ გულთან ახლოს მიიტანო ჩემი აზრით, მაგდენს ვერ გააკეთებდი. ალბათ. და რაც შეეხება უარყოფითს ეხლაც რომ გადახედოთ პროფილის კომენტარებს, ნახავთ რები იწერებოდა ჩემზე, რომ მე ვარ უმადური, რომ მე მადლობელი არ ვარ ჩემი მშობლების, რომ გადაგდებული მიპოვეს და გამზარდეს, რომ დედაჩემის სხეული გაციებული არ არის და უკვე გავიქეცი და ვეძებ იმას, ვინც გამყიდა. ნუ აი საშინელებები იწერებოდა. და დღეს უკვე გაშურებული ბავშვების მიმართ აღარ არის ეს დამოკიდებულება. კინო, მაშინ ეს მართლა საშინელება ეგ როგორ შეიძლება რომ ადამიანს თან Facebook ჯგუფი იქნა იქცა არასამთავრობო ორგანიზაციად, ხო? ამაზეც მომიყევი. ადამიანები დასაქმებულები არიან აქ ოფიციალურად, თუ სრულად მოხალისეობრივი საქმეა. ეს არის თავიდან ბოლომდე მოხალისეობრივი საქმე და ესეც ფიქრობ რომ რაღაც გარკვეულწილად წინა რამდენიმე კითხვის წინა კითხვას პასუხობს ის რომ ჩვენ უფასოდ ვაკეთებთ ყველაფერს. არ ვაკეთებთ ამას გადაცემისთვის, არ ვაკეთებთ ამას პროექტისთვის. ჩვენ ვაკეთებთ ამას უფასოდ. და
თუ ვინმეს სურდა რომ ეს ყოფილი ეკეთებინა უფასოდ, ყველას ჰქონდა ამის შესაძლებლობა რომ აქამდე ეს გაეკეთებინა, მაგრამ რატომღაც ესე არ მოხდა. ჩვენ ვაკეთებთ უფასოდ, იმიტომ რომ ჩვენ ყველა უმეტესობა ვართ გაშურებულები ადმინისტრატორები და მეორე ნაწილი კიდე ეძებს ბიოლოგიურ ნათესავს, ია ეძებს დას, რომელიც მეორე სამშობლოდან მოპარეს და მარიამი ეძებს ძმას, რომელიც გორის სამშობლოდან. თუმცა მე გულწრფელად გეტყვი, რომ ანუ იმდენად მნიშვნელოვანი საქმე და იმდენად ადამიანს თანხმობთ, რომ ეს რო კომერციული იყოს, მაგაში საერთოდ ვერ ხედავ პრობლემას. სხვა კუთხით რა თუნდაც. პრობლემას ვერ ხედავ კი არა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ის რომ იყოს კომერციული, მაგრამ რომ წარმოიდგინეთ, თუნდაც ტელეფონზე ანგარიში ჩართვა ხო გჭირდება. გჭირდება რეგიონებში გადაადგილება. ხო პოდკასტი რო დავიწყოთ, არავინ არ გვაფინანსებს, იცი? დღეს გითხრას რომ რამდენიმე კომპანიას გავგზავნეთ, მათ შორის ალიანსის კომპანიებს და გითხრას რომ ჩვენ უბედურებას არ ვაფინანსებთო. ხო, ну აი დრამა არისო და არ ვაფინანსებთ. ჯერ კიდე გვეშინა ეს კომპანიებთან კონტაქტი არის ჩვენს ესე ჩვენც უბედურებებს ვაყურებთ. ანუ დრამა არის, ანუ მანამდე ვინც მითხრა კომპანიამ რომ ჩვენ უბედურებას არ ვაფინანსებთ, მაინც ეგ რა საშინელი უბედურება რა. ხო, აი გავიდა რამდენიმე წელი და ისევ იმ კომპანიასთან მივედი და იცი რა დრამა არისო რა და ბიჭო თუ შეიძლება უბედურება მართლა მოხდა და იყო უბედურება, მაგრამ შენი დახმარებით ხო შეიძლება რომ ეს უბედურება ვერნიერბად გადაიქცეს. და მე კიდე ეს არის მარკეტინგის აზრია, რომ დრამა ყოველთვის კარგად იყიდება ზოგადად. ნუ საქართველოს ფარგლებს გარეთ რა ვიცი რა როგორ იყიდა. აკაც. ხო და რაზეც გეტირება და გული გეჩუქდება იმას უფრო. იმაზე მაინც გიფიქრეთ რაღაც საქველმოქმედო სივრცე იყოს რაღაც ანგარიშსაც ადამიანებს. 15 შეერთხელ ანგარიშს და დაახლოებით 600 ლარი გვიბრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში არის 340,000 ადამიანი. 600 ადამიანს მინიმუმ დაეხმარა, ხო? 1500-ზე მეტი ოჯახი დავაკავშირეთ ერთმანეთს. აი მე ძალიან ბევრია. ეს ჩვენაც დავაკავშირეთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ წერენ ისტორიას, რომ თქვა გამაშული 63-დან ვარ ესა და ის და თვითონ ჩვენ გადამოუკიდებლად ეკონტაქტებიან ერთმანეთთან, გარდა ამისა, გენეტიკურ ტესტებსაც უკვე ჩვენ გარეშე ხედულობენ და თვითონ პოულობენ. ანუ ჩვენ იმის იქით რამდენიმე იპოვა ერთმანეთი არ ვიცი. ისე შენი აზრით მაგას ექნება ბოლო ოდესმე? არ ექნება ბოლო და პირიქით ეხლა უფრო ნახეთ რა მოხდება. აი არ მინდა ეხლა. არა, ეხლა ესე არ დაამთავრო. სუროგაციით გაჩენილი ბავშვები რომ დაიწყებენ კი არა და დონაციით გაჩენილი ბავშვები რომ დაიწყებენ ბიოლოგიური დედების ზებნას. რომლებსაც არ უნდათ ეს ბავშვები ხო თავიდან? არა, აი დონაციით, როდესაც კვერცხუჯრედს აბარებს ხალი. ხო მიდიან და აბარებენ კვერცხუჯრედს და გონიათ რომ ეს უბრალოდ კვერცხუჯრედი ჩააბარეს და მორჩა. ანუ ესენი ხო ბავშვები არიან, მაგათი შვილები არიან. ხო, მაგრამ იქნებ გენეტიკური შვილები არიან. გადადის ხო, როცა მაგრამ იქნებ ჩამოვლენ ეს ბავშვები საქართველოში და გამარჯობა დედაო რომ დაიწყებენ, მე სად მიდიან. აუ ცოტა არარეალისტური მგონია ეგ. იმიტომ რომ იმ რაღაცა ის არის რა. რა? ანუ არ მგონია რომ ის ადამიანები იმათ შვილად თuliძრენ ან იმ შვილებმა. ისინი არ თვლიან შვილებად, მაგრამ ეს მე რო გავიგო სადღაც რომ ჩემს მშობლებს ვინც გამზარდა რაღაცა ბიოლოგიური მოცემულობის და პრობლემის გამო შვილი არ ეყოლებოდა და სხვა ქალის ბიოლოგიური მასალა გამოიყენეს. საერთოდ არ მექნებოდა განცდა რომ ვინმე დედა მყავს სხვა. არა, დედაზე არ არის. ანუ შენ არ დაგაინტერესებს ეს გენეტიკური მსგავსებები ვისგან გაქვს, ვინ არის შენი ბიოლოგიური მშობელი? მართლა არა. შენ ახლა ისე არც ის დაგაინტერესებდა აყვანელი რო აღმოჩნდა. არა, იქ კი. კი. ხო და ბევრს დაინტერესებს. ხო და ქალებო მზად იყავით მაინც რა ადრე თუ გვიან გამოჩნდებინეთ ბავშვები. ახალი სერია, ახალი. მეორე ნაწილი HBO. ახალი თემა გვაქვს. კარგი, გავაკეთე. და ემოციურზე რო ილაპარაკა, ჩემდაც მინდა მიმართო, რომ ახალ ეპიზოდებს როდებ ან დილით დილაუთენია იწყებს ამაზე საუბარს, ან ძილის წინ და მოდი შუა დღისა შევთანხმდეთ, რომ მოვინელო. დიდი ხმაურიანი, ჩემი დიდი ხმაურიანი ოჯახი და ადაპტირება ახალ ნათესავებთან. იგულისხმება ოჯახის ორივე თუ ყოფას ეს საერთოდ არ ვიცი. ახალი ნათესავები უფრო ხმაურიანები არიან ვიდრე ძველები, იმიტომ რომ ისინი მაინც რაჭულის სიდინჯით გამოირჩეოდნენ. და ბევრად უფრო განსხვავებული ტრადიციები ჰქონდათ, ვიდრე ახალ ნათესავებს. შენ თვითონ სახლში შვილები? ხო, აი, ეს ნუ მრავალშვილიანი დედა. თვალები როგორ ხარ გაშვილებდი ერთ ორს. იცი რა, კი. ხმაურიანები ვართ და მართლა მინდა რომ ტაშ და უკრა ჩემს ქვედა მეზობლებს რანაირად გუცლებენ და რანაირად გვიტანენ, მე წარმოდგენ არ მაქვს. მადლობა. და რაც შეეხება ახალ ოჯახთან ადაპტაციას, მარტივად მოხდა ძალიან ადაპტაცია, ძალიან. ხო, აი ჩემს ძალიან რთული წარმოსადგენია, იმიტომ რომ მე ნაცნობთან ძალიან ცივი ისე შორიშორსო კარგად ვართ ეგეთი ურთიერთობა მაქვს და კიდე რო ახალნაცნობი და მე მატოს მოულოდნე. ნუ იცი რა, ხა ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა ვერ მაქვს თავისთავად რა. ხა იმდენი ბიძაშვილი აღმოჩნდა რომ ხა ფიზიკურად ვერ მექნება ყველასთან ესეთი ურთიერთობა, მაგალითად როგორც მაგნიასთან, მაგრამ მარტივად მოხდა რა ჩვენი და მეგობრება ძალიან მარტივად. ძალიან კეთილი ადამიანები არიან. და ის განცდა გაქვს რომ ერთი სისხლი და ხორცი ხართ? როგორც მაგათაც შენ ძმაზე ვისთან ერთად გაიზარდ.
არა. იცი რა, ხა მაინც ჩემი ძმა ბევრად უფრო ძმა ვიდრე დაახანა ფინანსები, იმიტომ რომ მაინც სახე ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ცოტა უფრო ისეთ დამოკიდებულება მაქვს. თუმცა ხა ვიცი რომ არიან ჩემი ნათესავები და იმდენად კარგად მიმიღეს რომ მეც ყველანაირად სულ უფრო მესიკეთე უკან დავუბრუნო. ძალიან ჯიგრები არიან. და დაუბრუნდეთ ისევ შენს ოჯახს და მეზობლების ზემოთ რომ ცხოვრობენ იმათ. როგორი არის შენი ყოველდღიურობა, როცა აი ამდენ ამ საქმე ძალიან ბევრი გაქვს. დიდი თქები რის ნახევარზე ვურშო პირით ბავშვს სკოლაში, მე მეორე ბავშვს ვაყენებ, მიმყავს სკოლაში მოვდივარ, მესამე ბავშვს ვაყენებ, მიმყავს ბაღში მოვდივარ, ვემზდები მივდივარ წერ პოდკასტს, მე მოვდივარ სახლში, ვაკეთებ სადილს და ვალაგებ სახლს, მივდივარ ერთი ბავშვი გამყავს ბაღიდან, მეორე სკოლიდან, მომყავს სახლში, ვაჭმებ, ვაცმებ, ვუცვლი, მიმყავს საყუგაზე, მოვდივარ სახლში, ვამესადინებ, ვაძინებ. მამასად არის ამ დროს. რეპეტიციები აქვს, დღეს აქვს ხოთაშორის პრემიერა, მოცარტის როლს თამაშობს. მართლა? ვაუ. დიახ. ასე რომ სანდრო მაგრამ ესეთ ფიზიკურად პროცესია, ბევრად უფრო ჩართული დატვირთულია სანდრო. როდესაც არ აქვს რეპეტიციები და სპექტაკლები, სანდრო ბევრად უფრო ჩართულია ვიდრე მე. ბევრად. მაგრამ აი ახლა ეს სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან დატვირთულია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ახალ თეატრში კოკოროინიშვილთან დღეს იქნება პრემიერა, ამის გარდა კიდევ რუსთავის თეატრში სხვა სპექტაკლშიც არის აყვანილი, გარდა იმისა, გორის თეატრში თამაშობს და ნუ აი წარმოვიდგენ მდგომარეობას, მაგრამ როდესაც არ აქვს რეპეტიციები, ბევრად უფრო ჩართულია ბავშვების განვითარებაში, ახსნა განვითარებაში ვიდრე მე. ისე ძალიან საფრთხეა რომ სახელმწიფო სფეროს წარმომადგენელს ამდენ ადგილზე უწევს მუშაობა იმისთვის რომ გაჭრა. შვილებს და ოჯახს გაუმკლავდეს. სამწუხაროდ. პლასტიკური ქირურგია და მე, მოდი ამას დავარეჯექტებ. ვიცი, ახლა ცოტა ვკითხოთ, ამიტომ ეს არ კარგი, სხვაშორის არ მაქვს კონკრეტული კითხვა, მაგრამ დავარეჯექტებ. გენეტიკური ტესტების მაგნატი, გიждები ჩემი საყვარელი. ეს ხო დადის ეს მოარული ჭორი. კი, ამაზონი არის ჩემი. ბეზოსის ცოლის სინამდვილეში ის არ არის. ამაზონი ბეზოსის შვილი. ცოლი ამან გაუღრიდა. ხო, ეს იყო ყველაზე ყველა, იცი რა არის, ზოგადად ვიცი რომ კომენტარებს არ უნდა უპასუხო ხოლმე და რაღაცა არ უნდა გასცე პასუხი, მაგრამ ვერ ვითმენ, ანუ მე არ ვარ ის ადამიანი, რომ კომენტარი არ წავიდე, ხო პასუხი არ გავსწრებ. ხო, შეს მინახავს შენი. არ შემიძლია რა, იმიტომ რომ მინდა რომ გავაგებინო ყველას, რომ არ არის ესე და ვიღაცა რო დამიწერა რომ შენო ამაზონს იმიტომ აპირებ რომ ამაზონი შენიაო. მართლა? მაქედან წამოვიდა ეს ამბავი, მე კაცმა თავი გაიგლიჯა. მე იმ კაცს ხვები აყონენ რომ აი ამაზონი ამისია და მეწილეა და ამაზონს აპირებს. და ანუ მე ლაივზე ვთავი და ყვებოდი რომ ხალხო არ არის ამაზონი ჩემი და შენი და მოვიდი ეს ხო არ გადაიგდე. ანუ ეს ხო აი მართლა არ ვიცი რა. არა. ჯეფმა გაიგო რომ ჩამოერთვა ბიზნესი. ისე ეს იყო რაღაც კომერციული, ისა რა ქვია, ჯგუფ-ვეიძებისთვის რაღაც კომერციის მომტანი ტესტები. ნახე, ეს ტესტები, აი მე ისე გეკითხები რომ არ უნდა ყოფილიყო, პირიქით გქონია რომ უნდა ყოფილიყო. შეგიძლიათ შეხვიდეთ Amazon-ზე და თქვენ ყველას ვეუბნები რომ შედით Amazon-ზე, აი Amazon-ის ლინკი გამოიწერეთ ტესტი. მაგრამ თქვენ თუ არ შეგიძლიათ ამ ტესტის გამოწერა, გინდ რომ ეს ტესტი ჩვენ გამოგიწეროთ, ამას რა თქმა უნდა დამატებით ახალს ვიღებთ, იმიტომ რომ იქ არის წონის ფული გადასახდელი, საბაჟოს, დეკლარაციის თანხა, წასვლის, და შენი დრო. ხო, და თავისთავად. რა თქმა უნდა. ლოგურია. ხო, სრულიად. ანუ ისედაც ამდენ მოხალისეობრივ საქმეს აკეთებ. მაგნატი ვარ. მაგნატი ვარ, რომელიც ითხოვს რომ ერთივარით მაინც აგვერიცხათ რომ თვეში 3000 ლარი გქონდეს რომ გადაცემა პოდკასტი გავაკეთოთ. ხო, ძალიან აი, მნიშვნელოვანია. მაგნატი ვარ მე. ანუ ის ადამიანები მაინც ვისაც დაეხმარე, აი თითოეულობით. ძალიან ძირითადად ერთ-ერთი ხალხი რიცხავს თანხას. ძირითადად. აბა, ხა იმ კითხავს ველოდები და მაინც ბოლო უნდა მოვიდეს? რომელს? ნახოთ თუ ამოვა, მე გეტყვით თუ არა და მე ჩაწერის მე გეტყვით. სამი ცუდი თვისება ჩემი ხასიათიდან. პირველი ცუდი თვისება არის ის, რომ ვარ ძალიან მომხოვნი ყველას მიმართ, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან შრომის მოყვარე, ძალიან ენერგიული და ძალიან ერთგული ადამიანი და იგივეს ვითხოვ სხვებისგან. მე თუ გიკეთებ 10-ს, ერთი მაინც უნდა გამიგეთო. ძალიან მომხოვნი ვარ. ვარ ძალიან ერთგული და შენ გამო ყელს გამოვაჭამ ნებისმიერ ადამიანს და იგივეს ვითხოვ შენგანაც. კაცი დედა ხარ? კი. ეს ყელის გამოჭმაზე რატო გამახსენდა სპეციალურად? კი. იმიტომ რომ ვითხოვ რომ იყვნენ ბავშვები წესრიგში. სანდრო არის კეთილი პოლიციური ოჯახში, მე ვარ ბოროტი, იმიტომ რომ დაწექით, იბანავეთ, იმესადინ სანდრო აი რა თამ ცოტა ხანი იყვნენ რა მოხდა ითამაშონ, არ ითამაშონ. ბალანსი ეს. ეს ერთი. მე პირველი მინდოდა რომ ყოფილიყავი რა. პირველი პოლიციელი ანუ კეთილი და პირიქით აღმოჩნდა. ხო. მაგრამ მომიწია. ვიღაც ხო უნდა ყოფილიყო. ერთი თვისება იყო მხოლოდ.
სამი უნდა თქვა. ერთ გული რომ ვარ ესოც ხომ თქვი. ცუდი თვისება. ცუდი თვისება. კარგი მე. აი სხვები რას იცახიან? სანდრო რას ამბობს შენს ცუდ თვისებას? ან თუ ხედავ რომ შენ ვარ შემეცუდს. ცივი ძალიან. ცივსა და ჩაკეტილს შორის დიდი არა, განსხვავებაა. ჩაკეტილი პირით არ ვარ. უფრო ცივი ვარ, ვიდრე ჩაკეტილი. აი, არ შემიძლია. რა ვქნა? კი მე მესმე შენ. არ ვარ ეს ტიპი რა. ლაკუცა. ხო, უწუპუწო. ხო. და კიდე მესამე, რთულად პატივ ადამიანებს. რთულად. დაგიკარგავს. კი, ძალიან ბევრი, შეიძლება 30 წლის ახალი იყოს და ერთი რაღაც გაკეთოს ისეთი, რომ ისე მოვიწყდო ცხოვრებიდან, რომ გეგონება არც არსებობდა ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ ეს ახლა ერთი ხელის მოსმით არ ხდება. ანუ ცუდი თვისება მაქვს ის, რომ ვითმენ ძალიან ბევრს და არ ვამბობ. ანუ არ ვამბობ, რომ აი ეს არ მომეწონა, ეს არ მომეწონა, ეს არ მომეწონა, არ ვამბობ. ვაგროვებ, იმიტომ რომ მგონია რომ ის უნდა ხდებოდეს, მე რაც არ სიამოვნებს ხდები, მე რაც ხო, ჯერ ეტაპობრივად უთხრა. მე თუ ხდები შენ რაც წეს და ჩემი მეგობარი თუ ხარ შენ ვერ უნდა ხდებოდე მე რა შეიძლება რომ ეწყინოს ხო და აი ერთს რო გამიკეთებ ორს 10 არ ვიტყვი ვატარებ თითქოს არაფერი რომ ხდება და აი 31-ზე მორჩა ხო სოდი ხთი რა ხარ უკვე ქალწული ლომი ავიაკანდე აქამდე ვიყავი სასწორი ხო ხო ესე რაც ჩამოთვალე ალბათ ქალწულს უფრო ახასიათებს მართლა არა უფრო ხისტები არიან სასწორები არ არიან ჰაერის ნიშანია ხო იცი რა არის ზოდი აქვს რატო ვლაპარაკობ გადაბინდული მაგონება როდესაც აი სახლში აი ესე რომ დავდებ აი ამას ესე რომ დავდებ და ვიღაცა აი ესე რომ დებს ეგ მეც მჭირს მაგრამ მაგას ქვია ობსესურ კომპულსური აშლილობა ხო მაგრამ ნუ ქალწულების ახასიათებს განსაკუთრებით რა დამთრათ ახლა ეს აშლილობას უნდა ვაუბრალებ მე წავიკითხე გაშლილობა და არ მომეწონა, იმიტომ რომ მეც ეგ გაშლილობა აღმოჩნდა. და მოდი ისევ ქალწულებს შევწეროთ. ქალწულებს ახასიათებს და მერწყულებსაც თურმე, როგორც ჩემგანა ერთი კარგი თვისებაც გითხარი, რაც შენ მოგწონს შენ თავში და ძალიან შრომის მოყვარე ვარ. აი, ძალიან შრომის მოყვარე. აი, არ არსებობს რაღაც დამავალს ადამიანმა, აი, რა უნდა მითხრა, რომ არ გავაკეთო. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ვიღაცამ რაღაც დამავალს, მე უთხოვე გავაკეთებ თქო და არ გავაკეთო. გამორიცხული. ოდის მე დაუზარალები ხარ? ან დაუვლი ხარ? დაუზარა, კი, ძალიან ბევრჯერ. ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ ბევრს უსარგებლია ამ ჩემი. ხშირად ხდება და მოგიტყვით. კი, მე მახსოვს რაღაცა YouTube არხი რო იყო იქ აურის სკანდალი. მე ამოწყდეს ის. მე სულ გადავნებ თვალს. ხო, ის ჩვენი სპონსორი რო იყო. ერქვა. ლევანი. ამადმე მითხრა რომ მე შენ გადაგიხდი საკმაოდ თანხა გითხრა და წამოგიყვანე სამსახურებიდან და სამსახურებიდან წამოვიყვანე მე სხვადასხვა ტელევიზიებიდან ოპერატორები და უთხარი რომ აი ხალხო ამ ხელახელფასი გვექნება და გადაგაგდო. უცებ გავიდა ერთი თუ გადაგვიხადა მეორე თუ და მესამე თუ აღარ გადაგვიხადა და გაკეთებული ქონდა ქვითარი რომელიც თითქოს ასახავდა გადმორიცხულ თანხას და ჩემ თანამშრომლებს უგდებდა ამ ქვითრებს და აი თამუნოს გადავიხადე არ ჩაგერიცხათო ხო ნაგლი და მე ეს ხალხი მე მთხოვდა ოღონდ ისე კი არ მთხოვდნენ რომ აი თამ მოთხოვნის რაც და მე მე ჩავთელა ერთხელ ორჯერ 10ჯერ და იმან მიჩივლა სახელი შელახვასე ხომ მოუგე სასამართლო გაასაჩივრა მეორეც მოუგე და მე უზენაესში წავიდა ანუ ამ ადამიანმა ბევრად უფრო მეტი გადაიხადა სასამართლოებში და ადვოკატში ვიდრე უნდა გადაიხადა ჩვენთვის მაინც ამოვიღე ის ფული მართალია არ მეგვიღია მაგრამ უზენაესიც მოვიგე და მქონდა კიდევაც ფოტო უზენაეს სასამართლოდან ანუ ეს დახურულია და სასამართლოს მიერ დამტკიცებული ამბავია რა თქმა უნდა რომ მე გავიმართე მაშინ დავასახელოთ ვინ იყო ლევან ჯავახიშვილი რომელი ლევან ჯავახიშვილი რომელი იცით იმედის არა გაცო არა იმედის არა ეს იყო ჩვენი გადაცემის სპონსორი არა მახსოვს სახეზეც კომპანია ქონდა ითი და მოვიგე ყველა ინსტანცია აბსოლუტურად აფერისტებს რა დაროს ამ ხოვანე არაფერი და რომ მოიგე რა რა მოხდა დაიჭირე არაფერი რა თქმა უნდა ფული გადაგიხადა არა რა თქმა უნდა მაგრამ ხომ მოვიგე ამაშია საქმე გაიხსენე ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საქმე ვეძების ისტორიაში. ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი შემიძლია გავყო ორად, იმიტომ რომ რთული სხვა იყო და მნიშვნელოვანი სხვა იყო. ვაიმე, ბოლო კითხვა დარჩა, რომელიც არ ამოვიდა და დარწმუნებული ვარ, ის ვარ, რასაც გულისხმობდი. ის კითხვა, რომელსაც ჩემ გულისხმობდი, მაგრამ იმას მაინც ამოგაგებდი. ამოვიღოთ. ყველაზე რთული ისტორია იყო ფორმულაზე გავიდა ეს. ეს იყო აიშაძე. აიშად ქურამა გამეტოვა. ავარიელი ტყვე ქალი ეს შეგიძლიათ ჩაწეროთ YouTube-ს და მოძებნოთ ქალზე რომელიც წნორში 9 წლის განმავლობაში ყავდა ჩაკეტილი დაბმული ჯაჭრით რკინის ჩაწვით 9 წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ და ბავშვებს პარავდნენ შემდგომ გაჩენ ბავშვებს და აშულებდნენ სხვადასხვა ოჯახებში
ჩვენ შემდგომ ეს ქალბატონი დაიხსნეს და დღეს ცხოვრობს დაღესტნელი ლეკების სასახლება არის და იქ ეს ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დიდი გადაცემა, ჩავწერეთ ადვოკატები, რომლებიც მის საქმეს უძღვებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ საქმე დაიხურა, იმიტომ რომ აიშადი არის აბსოლუტურად უსინათლო ამ დენი ძალადობის შედეგად და ვერ საუბრობს და ვერ მოხდა დამნაშავების ეთნიკურად ქართველები აკეთებდნენ ამას. სამწუხაროდ. და ვერ მოხდა დამნაშავების მოძიება, თუმცა ამ ისტორიაში ეს არ იყო ყველაზე რთული. ყველაზე რთული იყო ის, რომ ჩვენ ვიპოვეთ მისი ყველა შვილი და არც ერთ შვილს არ მომდა დედის ნახვა. ხო, ეს იყო ერთ-ერთმა შვილმა. როგორ იპოვეთ? ვიპოვეთ მარტივად, იმიტომ რომ იცოდნენ სოფელში ვის ყავდათ და რომ ვიპოვეთ ფულის მოთხოვნა დაგვიწყეს შვილებმა, რომ თუ გინდა რომ მე წამოვიდე და დადაეთში მივნახო, მაშინ ჩამერიცხა 30 ლარი. რაღაც ჩემშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ბინა მჭირდება, ბინა მაყედინე დამიდე პოსტი. აი, ისეთი რაღაცების მოთხოვნა დამიწყო ამ ხალხმა, რომ მივხვდი რომ ამას დაემსგავსნენ მამებს. ეს იყო რომ ანუ ცხვენოდათ რომ ხო, ეგეთი კაცები შვილები იყვნენ. ხო, კაცებს არ მამების არ ცხვენოდათ. აი მე მაინც მინდა დავიჯერო რომ მამების შერცხვათ და არა დედის მდგომარეობის. ეს იყო მეტია, ხო. ყველაზე რთული. და ყველაზე მნიშვნელოვანი მე მინდა დავიჯერო რომ ეგ ადამიანები არჩევნებზე არ დადიან. არ ვიცი. და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე აუ ძალიან მძიმე ისტორია ეგ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ალბათ იყო საქმე, როდესაც გავხსენეთ ამერიკაში გაყიდული ბავშვების და გავიგეთ, რომ რეალურად ხდებოდა საქართველოს ბავშვის გარეთ საქართველოში მოპარვა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდვა. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მოპარვაზე გამართლება და ვარქვათ, მაგრამ ალბათ მაგ ბავშვებს უფრო გაუმართლოთ კიდე. მაგას ვიძახდი, რომ რა ვიცი, მთელი ნახევარი საქართველო ამერიკაში გაყიდეს და რაღაცა გამოყიდეს. ვაკეში დგომანა. აი ვაკეში მაინც რა. ხო. მუიქრები დაუნა. ხო და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. სუსხო მასშტაბებს იცის. ხო, გავცდით მასშტაბებს და გავიგეთ რომ 1000-ობით ბავშვები, საკაიხაც დღესაც ერთი ბავშვთან მაქვს მიმოწერა, რომელიც არის ამერიკაში გაშულებული. ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ეს ბავშვები იყო ესეთი მზია გელაშვილი. რა ვიცი, ხა მას რა მოყვება, მაგრამ იყო ესეთი მზია გელაშვილი, რომელიც იყო ძალიან ცნობილი ფილოლოგი, იყო არაჩვეულებრივი ადამიანი და ყველა ვინც მას იცნობდა ახასიათებს როგორც საოცარ ადამიანს, როდესაც დაიწერა მის შესახებ, ყველა შოქში იყო, იმიტომ რომ აი მართლა წარმოუდგენელი იყო, რომ მისი მონაწილეობა ხდებოდა ამ საქმეში. არ ვიცით ეს ბავშვები საიდან მოდიოდნენ, მაგრამ ზია გელაშვილი უკავშირდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ამ ყონოჯახებს, უგზავნიდა კატალოგს ბავშვების. ეს ბავშვები ცხოვრობდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძიძებთან, თბილისში ჰქონდათ ნაკირები კონსპირაციული ბინები, სადაც ძიძებთან ერთად ცხოვრობდნენ ეს ბავშვები, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ამ ყონიმშობლები ესე კატალოგით არჩევდნენ, რომელი შვილი უნდათ, რომელი ბავშვი უნდათ, რომ წაიყვანათ, 20-დან 30,000-მდე ყიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ბავშვების გაყიდვა. შემდგომ ეს მშობლები ჩამოდიოდნენ და აქ ცხოვრობდნენ სხვადასხვა სასტუმროებში და ეს სასტუმროების ვიცით, რომლებიც არის და ამ სასტუმროების მისამართები და ფოტოები და სახელები და გვარები მიტანილი გვაქვს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ სასტუმროებში აბინავებდნენ ამ ახლოს მშობლებს და ახლოს მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ იცი რა საქართველოს ძალიან სახიფათო ქვეყანა, გარეთ არ გამოხვიდეთ, თორემ მოკლავენ დაგჭირიან ამ დროს ესე არ იყო, ეს ხდება 2004-5-6 წლებში. და ამათ ეშინოდათ და იყვნენ სასტუმროებში. სასტუმროებშივე მიქონდათ ნოტარიულად დამოწმებული საბუთები მიქონდათ სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც აღზრდა ბიოლოგიური მივიდნენ ერთად შეხვდნენ ერთმანეთს და იქ წერია, რომ აღზრდელმა თანხმობა განაცხადა ბავშვის აყვანაზე სასამართლოში და ბიოლოგიურმა უარი განაცხადა ბავშვზე, მაგრამ ბიოლოგიური არ არსებობს ეგეთი ადამიანი და აღზრდელი ყვება, რომ მე არ ყოფილა სასამართლოში. შესაბამისად ეს ყველაფერი არის კი. აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც გავიგეთ, თუ როგორი იყო სქემა. გარდა ამისა კიდევ იყო თავი გამეხსნა. გარდა ამისა იყო მარისა წიფურია, ესეთი ქალბატონი, რომელიც ახლა არის კანადაში და ძალიან დიდი გავლენებით სარგებლობს მისი ოჯახი. თუ რამე კითხვა გაქვთ მომმართეთ, მე დამბლოკა ამ ქალბატონმა და სქემა იყო ესეთი. თორემ ეს ქალბატონი დაიჭირეს, ოღონდ დაიჭირეს საბუთების გაყალბებაზე და არა ბავშვების მოპარვაზე, იმიტომ რომ მაშინ არ იცოდნენ, რომ ეს ბავშვები მოპარველები იყვნენ. სქემა იყო ესეთი. იგივენაირად ეს ბავშვები გროვდებოდნენ სხვადასხვა სახლებში, ოღონდ არ ვიცით რომელიც სამშობიაროებიდან. ამ ბავშვების საქმეების მიტანილი მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში და რატომ? როდესაც ამ ბავშვებს გამოუჩნდებოდნენ კანადაში ამგვარი მშობლები, მარისა წიფურია გურჯანის სამშობიაროში გზავნიდა ვინმე ნაპირელი იყო ესეთი ქალბატონი. ვინმე ნაპირელთან მოთხოვნას, რომ აი არის 5 გოგო, 5 ბიჭი.
ეს ვიმენაპირელი თავის მეზობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს ეუბნებოდა რომ მათ ხო შენი პირადობა რა, მარჩევნებია და მოდი 50 ლარს მოგცემ, ართმევდა ამ საბუთებს და გურჯანის სამშობლოში აფორმებდა ამ ბავშვებს თავის მეზობლებზე და მეგობრებზე. ანუ ამ ხალხმა არც იცოდა რომ შულები ყავს. და რომ დაგვიკავშირდა კანადიდან ეს გაშულებული ბიჭის მამა და რომ მოგვიყვა ეს ყოფილი ესესი ავიყვანე და გამოგვიგზავნა საბუთები და ვიპოვეთ ერთ-ერთი ოჯახი მივიდით იმ ოჯახში ის ოჯახი დაირეკა საერთოდ გამოჭრილი ქონდა დედაჩემს საშუალო რა ის ბავშვი გააჩინა 2006-იო გავტესტეთ და მოვიდა უარყოფითი პასუხი ეს მამა გადაირეკა კანადელი stay away სულ ესე გვეძახა მაგრამ მაინც მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს საქმეები და დადასტურდა რომ ეს ბავშვები რომლებიც არიან გურჯაანში გაფორმებულები ამ ხალხზე სერანგლში მათი შულები არ არიან არ ვიცით ვის შულები არიან და თუ ბავშვები მოპარულები არ არიან, შეიძლება არ არიან მოპარულები ეს ბავშვები, მაგრამ მაშინ რატო გახდა საჭირო იმაზე გაფორმება? ანუ დედაზე რატო არ გააფორმეს, ვინც გააშვილა? ჯოჯოხეთ, ისე სხვა შორის ეგეთი. სანამ იკითხავ ვიტყვი, რომ ის ადამიანები ვისახელების დაასახელათ ამუნამ თუ რამე პრეტენზია გექნებათ პოდკასტთან, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ღია ეთერი თამუნასთან ერთად. მობრძანდი დიდი სიამოვნებით. არა, ღია ეთერი კი არა, წავიდე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ხო. მე კითხვის დასმას არ ვაპირებდი ის გამახსენდა, რომ ბები ან დედა ჩემი სყავს ტყუპის ცალი და იყო ბებია ჩემისთვის მეორე მშობიარობა და უკვე გოგო ყავდათ და სამშობიაროშივე შესთავაზეს რომ ანუ ამდენი გოგო რა თქინდაო ერთ წავიყვანა და ბებია ჩემი გამოიპარა ღამით ჩუმად რომ მისი შვილი ხო შეიძლება ეთქოთ რომ მოკდა ბავშვი ხო რაღაც ეგეთი ანუ ყოველ მეორე ისტორია ესეთი ძალიან არ ჭირდებოდათ ის ბავშვი თორე ვერც გადარჩებოდა ზამთარი ფანჯრი და გამოიპარა ორ დღის დამშობიარები ადამიანი იმიტომ რომ იცოდა რომ შეიძლება აი რაც ჩვენ თქვი აი შენ რო ასახელებ ხოლმე მე რო დავასახელე ხასახლები და გვარები ეს მე ჰაერცი კი არ მომდენია შეგიძლია შეაწეროთ ინტერნეტში Google-ში არა მე მე ჟურნალისტის პოზიციიდან მე ვსვამ მე ჟურნალისტის პოზიციიდან მაინც კიდე ერთხელ ვიტყვი რომ ეს არაერთ გაზეთში არის სტატია დაწერილი და ეს სქემა მე არ მომიგონია ეს სქემა გარდა იმისა რომ შულები მოგიყვნენ შეგიძლიათ ჩაწეროთ და იქ ანუ ჩვენ გვაკიდევაც ეს გაზეთები წავედით ბიბლიოთეკაში იქიდან რა მოვიღეთ არქივი და იქ წერია შავი თეთრზე რომ ის გამწონ დაიჭირეს 2 წელი თუ არ ვწდები იჭრა ციხეში აი ამ სქემის გამო თუმცა შედგომი წავიდა კანადაში ცხოვრობს დღეს თუმცა ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ამ ისტორიაში ეს ხალხი ვინც იყვნენ დაჭერილები არ იყვნენ ბავშვების გაყიდვაზე კიდევ ერთხელ ვიტყვი იმიტომ რომ ტრაფიკინგის მუხლი არასებოდა ჩვენთან 99 წლამდე თუ 98 წლამდე ესენი არიან დაჭერილები საბუთების გაყალბების გამო რაც გაცლებ მცირე დაშაული თან რეალურად ანუ მე რო ეს არ გამეკეთებინა და თამუნა მუსერიძეს ჩემზე თქვა რომ ეს გააკეთავ ეს ისეთი შეურაცხ ყოფილი იქნება და ჩემს რო აუცილებლად გიჩივლებდი მიჩივონ ხო და თუ გაკეთებული აქვს რანაირად ძალიან მინდა რომ მიჩივონ ძალიან მინდა რომ ვიღაცა მიჩივლოს. იცი როგორ მინდა? აი ისე მინდა რომ მიჩივლონ რომ მზადვა რომ აი მიზეს მაქვს მოწვერილი გაუთქმელობას ისინიც მზადვა რომ დავასახელო. ისე მინდა რომ მიჩივლონ. მაგრამ არ ჩივის არავინ. რას იჩვლებენ დამნაშავეებით? არა რატო ეხა ესე ჯავახიშვილიც იყო დამნაშავე. გაუთქმელობაზე რატო მოგაწევს ხე რომ იმ ადამიანებს საფრთხე შექმნათ? რა დავასახელო ალბათ ისინი. რატო მოაწერა? არ ვიცოდი რა შეიძლებოდა. მართლა არ ვიცოდი. მე მითხრა ჩემმა ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ რომ შენ უფლება ქონდა რომ არ მოგეწერაო. მაგრამ ეს გაუთქმელობა მუდმივი ხო არ არის? არ ვიცი მაგდანი. ნუ ოდესმე ხო დასრულდება. კაცო გაუთქმელობას მე მაქვს მოწერილი ხელი ხებს კი არა აქვს. უში მითხარი. კარგი. წავედით. წესებს ვარღვევს და ბოლო კითხვა. ბოლო კითხვა. შეხვედრა იმ ახლა ვიცოდი. შეხვედრა იმედ გაცრუებას. და ვიღაცა ხო იფიქრებს ახლა რომ სპეციალურად ამოვიღეთ ეს ბოლოს. არა. არა. წესით დარეჯექტებულია. იდეა შეგრე გამოდის, მაგრამ. შემიძლია არ უპასუხო, რადგან მეცხრე. არ უპასუხო? ჩემზეც ყველაზე საინტერესო თემაა შენს გარშემო ფილმის შემდეგ ჩემთვის. იმიტომ რომ ბევრი რამე არ ვიცით. აბა რა არიცით? აი, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით იყო თუ არა შენს ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრა იმედგაცრუება, დროის კარგვა. არა. იმედგაცრუება არ იყო, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ ეს ესე მოხდებოდა. მე ვიცოდი რომ მე არ ვიყავი მოპარული ბავშვი და ყველგან ამას ვამბობდი რომ მე მოპარული ბავშვი არ ვარ თქო და მირჩივნია რომ არ ვიყავ მოპარული. ამიტომაც მე მზად ვიყავი იმისთვის, რაც დამხდებოდა. თუმცა რაც იქ დამხდა იმას არ ველოდებოდი. იმ შეხვედრას არ ველოდებოდი. მე ისე დამხდა არ ვიცი რა, იმ წერს არ დახვდები ასე რა. არ ვიცი, აი, ხო შეიძლება რაღაც აი ჩვენ ბევრი გვაქვს ესეთ შემთხვევები, ხა 2 კვირის წინ მქონდა ესეთ შემთხვევა, რომ ამერიკიდან ჩამოფრინდა ერთი ბიჭი, Forbes-ის ათეულშია ეს ბიჭი და უპოვით აქ დედა და ეს ქალი მოვიდა ჩემთან სახლში და დაგვილაპარაკა რა მე ია ყველაშვილს, რომელიც ჩვენი ადმინია და ამ ბიჭს გითხრა რომ იცით რა ხალხო, არ მინდა რომ ეს ამბავი გავრცელდეს, მე მყავს ოჯახი და ძალიან გთხოვ ჩემი ოჯახის ყურამდე არ მივიდეს, უბრალოდ კი მე ვარ დედა შენი, ესე მოხდა და მორჩა.
ის ბიჭის ბედნიერი წავიდა რომ გაიგო სიმართლე. ეს ქალის ბედნიერი წავიდა რომ ამხელა ტვირთი მოიხსნა. და ყველა ყოფილი იყო, იმიტომ რომ არც ამის ოჯახს გაუგია არაფერი, არც იმას გული დაწყვეტია და აი ესე დამთავრდეს ყველაფერი და ჩემს შემთხვევაში ესე რომ მოხდარიყო, ბევრად უფრო შვიდად ჩავიდა ყველაფერი და ბევრად უფრო რა ვიცი, ცივილური ფორმა ჩემი აზრით იქნებოდა ეს რა. და რამ შეუშალა ამ რაციონალურ მიდგომას ხელი? იმ ქალის რეაქცია. რეაქცია. ნახე, როდესაც შენ რაღაცას მალავ მთელი 40 წელი და ეს რაღაცა უცებ HBO-ზე გადის. ანუ შეხვდეთ ფიქრობ, რომ რაღა ეს. რაღა ეს. ამდენში რაღა ეს. ხო და მესმის, ანუ მე ხო რაღაცა გვერდზე უბანში გაშულებული ბავშვი არა ვარ, რომელიც სახში მე რაღაცა მაგის დახმარებით ამდენი საქმე გავხსენი და მისი დამოკიდებულება და რეაქცია მესმის, იმიტომ რომ ალბათ ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა რომ მისი შვილი წარსული ესე გაუცოცხლდებოდა, ხო? ანუ გაცოცხლებასაც ხო გააჩნია. ხო. და რატო არ არის შენთვის ეს იმედ გამაცრუებელი? ვიცოდი, მე მზად ვიყავი. ანუ მე რომ მზად არ ყოფილიყავი, იმიტომ რომ ერთხელ უარყოფილი შვილი მეორედაც უარყოფილია. ესეა. ანუ ის თავისნებით მოხდა და ხო. და არა ყველა შვილი თან შენს მერე. არა. ახლა რა იმეტების კონტაქტი გაქვს ან ნათესავებთან დეიდაშვილთან მაქვს კონტაქტი, სხვასთან არავისთან. ბიძებს ჩემთან კონტაქტი თავიდანვე არ უნდათ. და ბიძაშვილებთან მომივიდა ძალიან დიდი კონფლიქტი ავსტრიაში, ძალიან დიდი კონფლიქტი. რის მოტივზე? მამის. ანუ ნახეთ, არავინ, ეხლა ჩემი მხრიდან სადმე გაგიგიათ რომ მე რამე დავაბრალე ან რამეზე ვთქვი რომ აი იმის ბრალია და ანუ მსგავს მე რაფერი არ გამეკეთებია, მაგრამ წამოვიდა იქიდან მხრიდან როგორი ის ვიცი რომ აი მარტო დედის ბრალი ხომ არ არის შე რომ გაშულდი, მამაც ხო დამნაშავეა და რანაირად არ ქონდათ ამის ინფორმაცია. მაგას ვკითხულობ თუ არ იცოდა ამ ადამიანმა ეს თან ეს არ ყოფილა. ეს დამნაშავის ძიება არ აი დამნაშავის ძიება არ ყოფილა ეს რა. არავის არ სურდა დამნაშავის ძიება, ანუ არავის მიზანი არ ყოფილა. მიზანი იყო უბრალოდ ის რომ გამეგო სიმართლე. და თან ეს ის სიმართლე კი არ არის რომ აი რა მე მინდოდა რომ აი სუფთა ქალური სიმართლე გამეგო რომ აი რაღაცა რომ გამაჩინე, მიყურებდი, ფიქრობდი ჩემზე, რას ფიქრობდი, სანამ წამიყვანდნენ რაღაც როგორ დამოკიდებულება. აი რომ წამიყვანეს მე იტირე. აი მინდოდა რომ ესენი მეკითხა. იმიტომ მაინტერესებს რა, აი მე რო გავაჩინე მეორე შვილი, მაშინ უკვე ვიცოდი რომ აყვანილი ვიყავი და ეს ბავშვს უყურებდი რომ მეთქი რანაირი შეგვიძლია ხა ეს დატოვო. და მაგ აი მინდოდა რომ ეს მეკითხა რომ აი მე რო წამიყვანეს იტირე. ან განიცადე, ან მე ფიქრობდი ჩემზე. მისი მთავარი მოტივი იყო ის რომ სირცხვილი იყო მისთვის, ხო? დედამისის. დედამისი? ნუ როგორც ანსები ამბობენ ხო, რომ და ახლა განუკურნებელი სენთ არის? არა, განიკურნა კაცო. უაიმე, ამას ამოჭრეთ მაგრამ შევდეთებიერი. ჩატო მიწაში. იმიტომ მე მახსოვს რომ წახვედი რომ ამბობდი რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მე როდესაც წავედი უკვე იყო დამაკმაყოფილებელი. მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც იმ დროს როდესაც წავედი უკვე მოგვარებული იყო. ღვთისწყალობით ის დღეს არის ჯანმრთელი. და რაღაცა სხვებოდი ჩემს ჯგუფშიო რაღაცებს აკომენტარებდაო მანამდე. არა, ფოლოვერი იყო ჩემი და ჩემ პოსტებს აზიარებდა, მაგრამ არ იცოდა რომ მისი შვილი ვიყავი. ვერც ეჭვობდა? არა, ვერა. არ იცოდა. რამდენხანს გაგრძელდა თქვენ დიალოგი? თუ ძალიან პირადული. ალბათ 40 წუთი დაახლოებით. მაგრამ კითხვები ვერ დავსვი. აი რაღაცნაირად აი აბა მონოლოგში იყო. ძირითადად იყო თავის მართლების პოზიციაში, როგორც არავინ არაფერში არ ადანაშაულებდა. აპატიე. მე რაღაცნაირად ისიც მეცოდა, მგონია რომ გარემოებების მსხვერპლი შეიძლება. მე მგონი პატიება არ უთხოვია და რა. პატიება რას გააჩნია, რას მეკითხები? ის რომ გამაშვილა, თუ ის რაც შაშა დამხვდა? არა, რო გაგაშვილა. რო გამაშვილა, რა თქმა უნდა. პირიქით, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. პირიქით. მაგრამ ვერ ვაპატია უკვე შაშანდელი საქციელი, რაც შაშან მოხდა ჩემს მიმართ, თორე ის გაშვილება, რა თქმა უნდა, ეს ნაპატიები იყო ისედაც, იმიტომ რომ მას რომ არ გავაშვილებინე, თუნდაც იმიტომ რომ ამდენი ბავშვი ერიპოვიდა დღეს ბიოლოგიურ ოჯახს. სწორედ მისი დამსახურებით მოხდა ის, რომ დღეს ახლა ამდენი ბავშვი ერთმანეთს და შენ ძალიან მოსიყვარული ოჯახი ყავდა და რა თქმა უნდა, ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ ამას ვამბობ და არ მომერიდება და არ შემრცხვება ამის თქმა და ვისაც როგორ უნდა ეხა ისე გაიგოს, მე რომ მასთან გავზრდიყავი, მე ვერ ვიქნებოდი ისეთი და კიდე კაი რომ მასთან არ გავიზარდე, იმიტომ რომ მე იმ ხელას სიყვარული მე ვიღა ჩემი ახსენების მშობლების მხრიდან, ეს გახოცებით თავიდან
უნდა ჩასვე. მე იმ ხელა სიყვარული მივიღე ჩემი ოჯახის მხრიდან, რომ მე ის ამ ხელა სიყვარულს ვერ მომცემდა. და შესაბამისად სულმაკოსთან უფრო კიდე კაი რო არ გამზარდა, იმიტომ რომ მე ამ სიყვარულს მოკლებული ვიქნებოდი. მე ძალიან დიდ სიყვარულს გავიზარდე და ძალიან დიდ ბედნიერ ოჯახში. კი, ყველაზე მთავარი არის ამოგების სამიდან თუ ამ ბოლო მონოკვეთი. ჩემი მასას დავტოვებ ამას ამოვჭრით კორექტულად. აი ნახე. ხო, იმის მერე რაიმე ტიპის კონტაქტი ყოფილა თქვენ შორის? არა. დავბლოკე Facebook-ზე. არ მინდოდა რომ ეყურებინა ჩემს. მკითხე მამაზე. რა ურთიერთობა გაქვთ არ? გადასარევი. მამაშვილური? მამაშვილური არა. იცი რა ცელობები არის იქიდან, მაგრამ ეხლა იცი რა არის ცოტა რთულია რა. ეხლა 40 წელი რო სხვა არის შენი მამა და უცებ რომ მიგებს რომ სხვა მამა ყავს, ეს არის რთული, მაგრამ ძალიან კარგი სანდროზე აფრენს ისე უყვარს, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ხშირად ჩავდივარ, ის არ ჩამოდის. არ ჩამოდის ხოლმე ხშირად, მაგრამ ანიკა აფანატებს ისე უყვარს მამამისი და ვცდილობთ რომ რაღაცა ის დაკარგული წლები ავანაზღაუროთ. თუმცა რთულია და ალბათ ამას ვერაზუს მე ვაღწევთ, იმიტომ რომ ეხლა 40 წლის მერე დაკავშირება და აი ამ დაკარგული წლების აღდგენა მარტივი არ არის. უკან გადავხტები ერთხელაც, არის რამე რაც დაგჭა სათქმელი დედასთვის? იქნებ ნახოს. არა. ფილმისთვის მოემზადოს. როდის იქნება ხუთშაბათს? უკვე დაიდება. უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ ნახოთ. არა, ხუთშაბათს კი არა. 12 რა დღეა? 12 არის პარასკევი. პარასკევს HBO-ზე და იქ დედაზე ყვები? იქ არის ისეთი რაღაცები, რაც მეც არ ვიცოდი რომ იქნებოდა. მართლა? შურისძიება? არა, რატო? ანუ გაბრაზებული ხო არ ხარ? როგორი შურისია? აი მოიმზადოს რო თქვი რაღაცნაირად მოემზადოს რა ხო ჩემი ისტორია, ეხა ესე ნახე, მეც ხომ მომემზადე რომ მე ნახე ეს ისტორია. ეს არ იქნება მარტივი სანახავი, ჩემთვის იყო, აი მე რო ვუყურებდი ჩემ თავს, აი და ამ განვლ 8 წელს იყო ძალიან რთული. და წარმოიდგინე ბიოლოგიური მშობელი რო უყურებს მისი შვილი რა ტანჯვას გადის 8 წელი. ამას ეხა ეს შეიძლება საუბრით ვერ გაიგო, მაგრამ აი რო უყურებ ჩემთვის მე ვფიქრობ რომ მისთვის ემოციურად ეს ძიმე იქნება. მე ესე მგონია და თუ ამანაც არის მოქმედა და რა ვიცი. ფილმის ქრონომეტრაჟიც მინდა კითხო. საათი და 43. ძალიან დიდი ფილმია და ანუ მაინც დოკუმენტური ფილმს ხო თავისი რაღაცის დარე ცოტა ხო გასდევს რა. იმდენად ექშენია მთელი საათი 43 წუთი, ის სულ ჩათრეული ხარ და ის მოჭიმული ხარ, რომ ვაიმე ხა შემდეგი რა იქნება, ვაიმე. აი სულ ესე მდგომარეობა. ერთი სწორი, თან დოკუმენტური ფილმი ჩემი საყვარელი მიმდინარეობაა და ძალიან ემოციური ფილმი. პოლონურმა პოლონურმა მხარემ გადაიღო, მაგრამ ფილმი არის ქართულად. ანუ წარმოიდგინე ჩემ ხო, ქართულად არის. ტიტრებია და წარმოიდგინე ჩემთვის უყურებდი და ჩემთვის ვტიროდი. HBO-მ გითხარ რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ ქართულ კინოთეატრში თუნდაც ერთხელ მოხდეს დაფხურული ჩვენება. მაგრამ აქედან ინტერესი შეჯერებით არ არის. რა ჭირს ამ ხალხს? შეეხმიანე ყველას კაბეასაც? შეჯერებით არავის არ შევხმიანები ვარ, იმიტომ რომ თავად მათ ქონდათ მოლაპარაკებები, მაგრამ ეხლა უკვე აი სანდრო რომ მოჩვევა პრემიერას, მე უკვე დაიწყებს ყველასა მოლაპარაკებებს და იმედია გამოვა. იმედია. მეც დიდი იმედი. ჩემს დიდი ინტერესი იქნება, მით უმეტეს შეიძლება ქართული ტელევიზიების დაინტერესდა. რომელი? რა ქართული ტელევიზიები BBC-მ რო გადაიღო დოკუმენტური, ანუ პირველი იყო BBC-ის დოკუმენტური და მართლა იქიდან დაიწყო და BBC დოკუმენტური India Today-ზე გაშუქდა. მართლა, ანუ ხოდა BBC-მ რო თხოვა პირველ არხს, იმიტომ რომ ისიც ხო public broadcasting არის და აქაც რო თხოვა ეს საზოგადოებრივ მოწყობას, უარი უთხრა პირველმა არხმა გაშვებაზე. მაგი ნაციონალიაო და მე ნაციონალი ყოფილაო. მოდი პოლიტიკაზეც გკითხავთ, ბარე. ხო ყველაფერს ყველა მიმართულებით უკან ბრუნდებით და იქაც ხო არ მივალთ რომ ისევ სამშობლოებიდან გაყიდონ ჩვენი შვილები მომავალში. მე ვარ ძალიან ოპტიმისტი ადამიანი. აი როგორი ოპტიმისტი ადამიანი ვარ, იცი რომ აი არ არსებობს ჩემზე უფრო ოპტიმისტი ადამიანი. მაგრამ ეს არის ის სიტუაცია, როდესაც ვარ ძალიან პესიმისტურად განწყობილი. სამწუხაროდ მე არ მგონია რომ რამე უკეთესობისგან შეიძლება. კითხე, აჰა. ასე მხიარო ნოტაზე? არ გონია. არა, მე არ მგონია, მე მგონია რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ბრძოლას ვაგრძელებთ. და შეიძლება საბჭოთა კავშირის მდიდარ პროპაგანდით მართლას ავსე და ჭკვიან იმპერიას დავაღწიეთ. იმიტომ რომ მაშინ ხალხის ერთობა იყო, ხტები? მე მგონია რომ ახლაც არის მეტად. უბრალოდ
არ არის ხალხის ერთობა არ არის ყველაზე სამწუხარო ეს არის არ მგონია რომ მაშინაც იყო ხალხის ერთობა კაი 9 აპრილს გაიხსენე რა ხდებოდა მაგაზე მეტი ხალხი დღეს გამოდის ქუჩაში სად რაოდენობრივად სად გამოდის ეხლა დღეს კი არ ვიცახი მაგრამ გამოდის ნიშუიოთ რაოდენობაზე არ არის იდეაზე იქ ლიდერები ყავდა ჩვენ როგორც კი ხო აი ეს ყველაზე დიდი პრობლემა თორე ხალხში არ არის აქ პრობლემა ნამდვილად ზუსტად აი ეს ზუსტად როგორც კი კაი მაშინ პესიმისტური ოპტიმისტური დამთავრდა როგორც კი გამოჩნდება ღირსეული ლიდერები როგორც კი გამოჩნდებიან ყველაფერი კარგად განვითარდება ყველა მოვლენა როგორც კი ისევ იგივენაირად ვიქნებით და გვეგონება რომ არ ჩანს ლიდერი ვისაც შეიძლება რომ ეს ხალხი გაყვას ეს ხალხი ვერავის ვერ გაყვება ჩვენ გვჭირდება ჭკვიანი დაალაგებული არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არამედ ვიღაც ვინც გზას ხო სუფთა ადამიანი გვჭირდება აი ვინვის გაყვება არ ვიცი მაგრამ თქვენ გეტყოდით რომ ჩვენ გამოყვებით გამოიწერეთ ჩვენი არხი და გამოიწერეთ ვეძებს არხი შესანიშნავი პოდკასტი დაიწყე და ასევე ხვალ იმიტომ რომ ეს გადის ხუთშაბათ შეგიძლიათ HBO-ზე უყუროთ ფილმის პრემიერას სულ რაღაც 3 საათში 12 რო გადაცდება ეგრევე დაიდება ხო მადლობა რომ გვიყურებთ მადლობა სამშობლო